გარგარი ხო, დიდი გუთი. ჩანაწერი ჩაითო, ეკრანს ვაზიარებ, მოკლედ. დავიწყოთ შემდეგ თემაზე საუბარი. ნუ ეს იქნება ჩვენი ბოლო ლექცია უშუალოდ აი მხოლოდ Kotlin-ზე. შემდეგი ლექციიდან უკვე მობილურ აპლიკაციებზე გადავალთ და ავაწყობთ უშუალოდ მობილურ აპლიკაციას. უბრალოდ ეს მაინც ბაზის გადარბენა მაინც საჭირო იყო, რომ აი ნულიდან ყველაფერი გაგვეხილა და შესაბამისად პირველი ორი ლექცია მაინც Kotlin-ის საფუძვლებს დავუთმეთ. მაგრამ აი უკვე შემდეგი ლექციიდან გადავალთ სერიოზულ თემებზე და დავიწყებთ უშუალოდ მობილური აპლიკაციების დეველოპმენტით. გავაგრძელებთ. ხო, დღეს საუბარი გვექნება უშუალოდ ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაზე, განვიხილავთ კლასებს, ინტერფეისებს, აბსტრაქციებს და ასე შემდეგ. პირველ რიგში კლასი რა არის, ხომ არ იცით ვინმე? კლასი ობიექტის შესაქმნელად ის ფუნქცია და პარამეტრები იქნება და რა იმუშავებს ეს კლასი ამ ობიექტზე, ზარისებები იქნება. მაგის მიგრუნტია კლასი. კი ბატონო. არა, რეალურად სიმართლე თქვი რა. თქვილი არ გითხოვს ხო? არა, ისე უფრო ოფიციალურად რო ვთქვა, მოკლედ კლასი არის მნიშვნელობების და მეთოდების ერთობლიობა, რომელსაც აერთიანებს რაღაცა თემატიკა რა, რომელიც რაღაც თემატიკის ქვეშ არის გაერთიანებული. მოდი უფრო ესე რო ახსნათ რა, რო დავინახოთ დაფაზე და დავხაზავთ მოკლედ კლასი როგორც გეორგი მაქსენა არის ბლუპრინტი, ანუ რაღაცა ჩანახაზია. აი წარმოვიდგინოთ, რომ რეალურად რო ავხსნათ ეს ყველაფერი, აი ავტომობილი რა, გვინდა რაღაც ავტომობილი შევქმნათ. ავტომობილს სანამ შევქმნით, ჭირდება ამ ავტომობილის ჩანახაზი. როგორ უნდა შეიქმნას ავტომობილი რა. ეს ჩანახაზი რასაც ვთქვით, წარმოვიდგინოთ და ეს არის რაღაცა კარი რა, ავტომობილი. და პირველ რიგში, როცა ამ ავტომობილის ბლუპრინტს, ანუ ჩანახაზს ვაკეთებთ, უნდა წარმოვიდგინოთ, ჯერ რა ჭირდება ამ ავტომობილს, ხო? ერთი შეიძლება იყოს ფერი. ფერი, შეიძლება კონდეს კიდევ სისწრაფე, მაგალითად, ხო? შეიძლება კონდეს ბრენდი. და საქმე რაშია, ეს არის უბრალოდ ჩანახაზი, რითიც ჩვენ ვამბობთ ავტომობილი რაც წარმოადგენს, ანუ აბსტრაქტულად ვამბობთ, რომ აი ავტომობილი არის რაღაცა ტიპი, რომელსაც გააჩნია ფერი, გააჩნია სისწრაფე, გააჩნია რაღაც ბრენდი, როგორც Mercedes-ი, BMW, Lamborghini არა მნიშვნელობა და ასევე იმასაც ვამბობთ ჩვენ ამ ავტომობილს რა შეუძლია, რომ გააკეთოს, ანუ რა მეთოდები აქვს ამ ავტომობილს ჩვენ შემთხვევაში, მაგალითად Go ეს ფრჩხილებია, იმიტომ რომ ფუნქცია არის ეს რეალურად, ანუ კლასი თუ აქ წარმოდგენილი რაღაცა როგორც ვახსენეთ, კლასი არის ტიპი, რომელსაც აერთიანებს მნიშვნელობები, ანუ ჩვენ შემთხვევაში ცვლადები, მაგრამ თუ ცვლადს კლასში ვქნით, ზოგადად მაგას properties ვეძახით. და ფუნქციები, მაგალითად დავწერთ ფრჩხილებს რეალურად ფუნქციები, მაგრამ როცა აქ კიდევ ნიუანსია, რომ თუ ცვლადს კლასში properties ვეძახით, ფუნქციას კლასში ვეძახით მეთოდს. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია, რომ ეს კარტონად ითვლება, როდესაც კოდის წერის დროს აი ფუნქცია თუ არის კლასში ვეძახით მეთოდს, კლასის გარეთ ფუნქციას ვეძახით. ცვლადს კლასში ვეძახით properties, კლასის გარეთ ცვლადია რა, field. ხო, არის go ფუნქცია, რომ წავიდეს და აქვს მაგალითად stop ფუნქცია რა. ანუ აქ ჩვენ ახლა წარმოვადგინეთ რა, რომ მაგალითად გვაქვს რაღაცა ჩანახაზი ავტომობილის და ერთის მხრივ სერვისი წარმოვადგინეთ property-ები, ანუ ცვლადები, რაც ამ კლასს აქვს მნიშვნელობები, ანუ ეს მნიშვნელობებია ფერი, სისწრაფე, ბრენდი და ქვევით არის მეთოდები ამ კლასის, ანუ რა შეუძლია, რომ აი ამ blueprint-ით, ანუ აი ამ ჩანახაზით შექმნილ უკვე უშუალო მანქანას რა შეუძლია, რომ გააკეთოს. მე რა შევით ხოლმე, ეს კლასი რო გვაქვს აი ამ მნიშვნელობებით თქვებით და აი ამ ჩანახაზის მიხედვით უკვე ვაგებთ უშუალოდ ავტომობილებს, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ტიპებს და შეგვიძლია რაღაცა ის არის გავაკეთოთ, რომ მაგალითად აი ამ ჩანახაზის მიხედვით შევქმნით ჩვენ კლასის ობიექტი, მანქანის ობიექტი, რომელსაც ფერი აქვს, მაგალითად უკვე ვამბობთ კონკრეტულად რა ფერები და დამნიშნულობები აქვს რა, აქ აღვწერეთ, აქ უკვე
ვუკონკრეტებთ, როდესაც ობიექტს ვქმნით, კონკრეტულად რა არის ეს. ანუ ფერი შემთხვევაში მაგალითად ვთქვათ, რომ არის red, ანუ წითელი. სისწრაფე აქვს მაგალითად 100. ბრენდი იყოს მაგალითად რაღაცა BMW. და აქვს რაღაცა მეთოდები. ხო, საქმე იმაშია, რომ ხო მეთოდები შეგვიძლია, რომ ყველა კლასს რაღაცა განსხვავებული გავაკეთოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში go და stop-ი ამასაც ექნება, იმიტომ რომ ავტომობილია და ყველა კლასის ობიექტს, როცა შევქმნით, ყველა კლასის ობიექტს აქვს მსგავსი ფუნქცია, რა. ანუ ერთნაირად მაგას მე უკვე კოდში უფრო კარგად ნახავთ, ეს მეთოდების ნაწილს უფრო კოდში კარგად ნახავთ, აქ უბრალოდ გადმოვიტანთ. ხო, საქმე რაშია, ხო, შევქმნით, ქონდა რაღაცა ჩანახაზი და ამ ჩანახაზის მიხედვით ავდექით და შევქმნით კონკრეტული ტიპი, კონკრეტული ავტომობილი, რომელსაც უკვე კონკრეტულად ვეუბნები, რომ ჩანახაზის მიხედვით რომ წავიდეთ, ფერი აქვს უკვე წითელი, სისწრაფე აქვს 100 და ბრენდი აქვს BMW. ჩვენ შეგვიძლია ამ გარიყავით და კიდე ერთი ობიექტი შევქმნათ. ანუ მუღამი ის არის, რომ გვაქვს ჩანახაზი, ამ ჩანახაზის მიხედვით რამდენი ობიექტს გვინდა იმის შევქმნით და შეგვიძლია ფერი რაღაცა ლურჯი გავუკეთოთ, შეგვიძლია სისწრაფე სხვა მივუწეთ 200, შეგვიძლია ბრენდი რაღაც Mercedes შევაცვალოთ სხვა შემთხვევაში და ასე შემდეგ. ანუ გვაქვს ჩანახაზი და ამ ჩანახაზის მიხედვით ვქმნით რაღაცა ობიექტებს. ხო, მოკლედ ამას დავტოვებთ და უშუალოდ კოდის მხარეს გადავიდეთ. მადლობა. კარგი. ეხლა როგორ გავაკეთოთ იმ კლასის ანალოგი, რაც ეხლა ჩვენ დაფაზე დავხატეთ, ისე ვავაწყოთ მანქანა, ხო? გვაქვს ისევ ეს ფუნქცია main-ი, როგორც გქონდა წინა ლექციაზე, ამას გავთიშავ. გქონდა main ფუნქცია და მოდი გავაკეთოთ ამ main ფუნქციის ქვეშ შევქმნათ ეს კლასი. კლასი რო შევქმნათ, აი ფუნქციისთვის ხო გვაქვს keyword-ი fun, რომელიც ნიშნავს ფუნქციას, ხო? აქ ჩანაწერი მიდის. კი ბატონო. გვაქვს ფუნქციის keyword-ი, კლასის შემთხვევაში გვაქვს სხვა keyword-ი, class. და ამ keyword-ს რო გამოვიყენებთ, მე უკვე უშუალოდ ვასახელებთ ამ კლასს რა ქვია. ჩვენ შემთხვევაში ვამბობთ cars, რა, ანუ ავტომობილი გვინდა რომ გავაკეთოთ, რა. და ამ ავტომობილს გარეთ ვხსნით, ბოლოს ვხსნით ფიგურულ ფრჩხილებს. და მოკლედ ეს რომ განახობს გასპოილერებთ, მაგრამ არა უშავს. ხო, მოკლედ შევქმნით, კლასი, ქარი. ეხლა რა გვინდა? პირველ შემთხვევაში, მოდი ჯერ დავიწყოთ უშუალოდ პროპერტებით, ხო? ანუ რა პროპერტები გააჩნია ამ ავტომობილს, როგორც თქვით, ავტომობილს ჩვენს შემთხვევაში როგორც ჩამოთვალეთ, ექნება რაღაც ფერი, ექნება ასევე სისწრაფე და ექნება რაღაცა ბრენდი, რაღაცა ბრენდისა, ხო? ეს ავტომობილი. ეხლა ეს როგორ გავაკეთოთ? პარამეტრებს კლასი იღებს, აქ ფრჩხილები შეგვიძლია კლასს გავუხსნათ. და აქ ჩამოუთვალოთ პარამეტრები რა იქნება. ხო, პირველ შემთხვევაში დავიწყოთ ფერით, color-ი გვაქვს რაღაცა. color-ი გვექნება ესეთი შეგვიძლია string-იც გავაკეთოთ იდეაში, მოდი string-ი იყოს მარტივად. გვაქვს კიდევ სისწრაფე, speed int-ი. და გვექნება ბრენდი. ესეთი ტიპი. ხო, წარმოადგინეთ ესეთი კლასი, რომელსაც აქვს ესეთი პროპერტები, ანუ გვაქვს კლასი ავტომობილი, რომელსაც აქვს ფერი, სისწრაფე და ბრენდი. და რა თქმა უნდა, ამას რო ვთვლით, ჩვენ აქ უნდა განსაზღვროთ ტიპი, ანუ რა ტიპის არის ეს ყველა პარამეტრი, რომელიც ამ კლასს გააჩნია. უფრო ლამაზად რო ჩავწეროთ, ხშირად არის ხოლმე, რომ აი ამას დაბლა ხაზზე ჩამოუშლით ხოლმე ესეთნაირად. რომ ეს ყველაფერი ესეთ ჩამოწიკწიკებულად იყოს. კარგი. ესე იგი, პროპერტები ჩვენს კლასს გავუკეთეთ, ხო? მაგრამ გვაქვს კიდევ ფუნქციები, ანუ მეთოდები, რომელსაც ასევე ამ კლასს ჭირდება. ანუ ჩვენ შემთხვევაში ავტომობილის კლასს გადავწყვიტეთ, რომ გქონდეს ორი მეთოდი. რომ დაიწყოს სიარული, ანუ go მეთოდი და stop მეთოდი, რომ გაჩერდეს რა. შესაბამისად, გავაკეთებთ რაღაც ორ ფუნქციას, ანუ შეგვიძლია შევქმნათ ესეთნაირად, რომ ერთი იყოს go და გავხსნათ ფრჩხილები და მეორე იყოს function რაღაცა stop-ი, რომ მანქანამ შეწყვიტოს სიარული, ხო? ესეთი ორი მეთოდი ამ ფუნქციას, ამ კლასს გავუკეთეთ. და აქ ახლა შეგვიძლია, რომ აღვწეროთ უშუალოდ ეს მეთოდები, ანუ რომელი მეთოდი რას აკეთებდეს, ხო? აი მაგალითად, თუ ავტომობილს ვეთქვით, რომ go, ანუ წავიდეს,
go-ს გამოვიძახებთ. მინდა რომ დაპრინტოს, რომ დავუშვათ car is going. და როდესაც stop-ს გამოვიძახებთ, მინდა რომ დაპრინტოს, რომ car is stopped. ესეთნაირად. ესეთი ორი მეთოდი აქვს და სამი მნიშვნელობა. ესე წარმოუდგინეთ ახლა ჩვენ blueprint-ი, ანუ იმ ჩანახაზის მიხედვით, რაც ჩვენ დაფაზე დავხაზეთ. აი ამ ეტაპზე ვინმეს რამე კითხვა ხო არ აქვს? ან რამე სირთულე. არა, კარგი. მაშინ როგორ? მაშინ მოდი ახლა ავდგეთ და როგორც ვახსენეთ, აი ამ ჩანახაზის მიხედვით შეგვიძლია შევქმნათ კონკრეტული ავტომობილები და შევქმნათ ეს კონკრეტული ავტომობილი უკვე main-ში, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ეს main-ი არის გამშვები ფუნქცია, ანუ კოდს რო უშვებთ, აქ replace ღილაკი აქვს და რასაც შიგნით ჩავწერთ, ეგ ეშვება. და ნუ ეს უბრალოდ გარეთ შევქმნით კლასი თვითონ. უშუალოდ კოდი რა უნდა მოხდეს main-ში ვწერთ. ეხლა მოდი შევქმნათ უშუალოდ ავტომობილები. იყოს car 1, პირველი ავტომობილი. იმისთვის რომ კლასის ობიექტი შევქმნათ, ამ კლასს სახელით მივმართავთ და გარედან ვუხსნით ფრჩხილებს. ამ ფრჩხილებს კლასის შემთხვევაში ქვია კონსტრუქტორი. ანუ კონსტრუქტორი არის ზუსტად ეს ტიპი, რომელიც კლასს აწყობს, რა. ჩვენ ვამბობთ, რომ კლასს აქვს ფერი, სისწრაფე და ბრენდი, აი ამ პარამეტრებში უთვლით ამ cars, რაც არის და ჩვენ რო ეს კლასი შევქმნათ, ამ კლასის ობიექტი შევქმნათ, საჭირო არის რომ ეს სამივე პარამეტრი აქ ჩავაწოდოთ, ანუ ეს არის ამ ფრჩხილებში, ამ პარამეტრებში, ანუ ფუნქციის შემთხვევაში თუ ამ ფრჩხილებს პარამეტრები ქვია, კლასის შემთხვევაში ქვია კონსტრუქტორი და აი ამ კონსტრუქტორში უნდა ჩავაწოდოთ ეს ყველა მნიშვნელობა, რომ ეს კლასი შეიქმნას. პირველ შემთხვევაში ეს ხდება რიგრიგობის მიხედვით, ანუ პირველი გვაქვს color-ი, შესაბამისად პირველს color-ს ვაწოდებთ, აი და გვიჩვენებს კიდევაც, რომ red-ი შეგვიძლია ჩავაწოდოთ, მეორე გვაქვს speed-ი, შეგვიძლია ჩავაწოდოთ 120 და მესამე გვაქვს ბრენდი და Toyota შეგვიძლია მაგალითად ჩავაწოდოთ აქ. და ნუ დაჟე Android Studio ამას გვინათებს და გვეუბნება რომელი მნიშვნელობა რომელ ადგილას ჩაიწერა, ხო? გვაქვს color-ი red, speed-ი 120 და ბრენდი Toyota. და საქმე რაშია, ეხლა რომ ეს ობიექტი მე შენახული მაქვს აი ამ ფლატში, ხო? ამის ტიპი ეხლა რა იქნება? ამის ტიპი ხო იქნება car, ხო? ანუ მე რო ის არის მივიტანო car 1-თან, ვნახავთ რომ ეს არის val car 1, რომლის ტიპიც არის car, ანუ ავტომობილი რა. მე შემეძლია ჩემი ხელითაც უთხრა იდეაში. მაგრამ ნუ ხო, Kotlin-ი თვითონაც მიხვდება მაგას და ნაცრისფერს მიჩვენებს და მეუბნება რომ შეგიძლია ეს მოაშორო remove explicit type specification. შევქმნათ, მოდი კიდევ ერთი ობიექტი იყოს რაღაცა val car 2. აბა ხა ვინმე რომ იგანახოს დავუშვათ რა მანქანა გავაკეთოთ. ფერი რა ქონდეს? თეთრი ფერი ქონდეს, რა სისწრაფით დადიოდეს საათში? სინათლის, დავაი 5000, არა 5000 კიდე ცოტა არის, ჰა, ბევრი. იყოს ძალიან. და Toyota, არა და აი BMW-ს მიჩვენებს და კაი, მაგრამ BMW იყოს. ან მოდი ჩვენ მაინც დეველოპერები ვართ და Porsche იყოს. კაი. კარგი. ეხლა რა ხდება? გვაქვს ორი ობიექტი რა, car 1, car 2. პირველ carში არის შენახული ავტომობილი წითელი ფერით და 120 კმ/სთ სისწრაფით და Toyota ბრენდად და მეორე ავტომობილში გვაქვს ეს მოცემულობა შენახული, ანუ გვქონდა კლასი, რომელიც აღწერდა ზოგადად ავტომობილი რას წარმოადგენს და მე აი ამ ჩანახაზის და blueprint-ის მიხედვით უკვე ორი კონკრეტული ავტომობილი შევქმნით. ეხლა რისთვის არის ეს, რომ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია რომ აი ამ ავტომობილებზე გამოვიძახოთ ფუნქციები. მაგალითად, car 1-ს უთხრათ რომ შენ წადი. ხო? ან car 2-ს უთხრათ რომ შენც წადი რა. ანუ ორივეს უთხრათ რომ დაიწყონ სიარული და მე ავდგეთ და დავუშვათ ორივეს უთხრათ რომ შეწყვიტონ სიარული.
2.stop. ანუ ამის შესაძლებლობა რატომ აქვს? იმიტომ რომ cars, ანუ ავტომობილს ჩანახაზის დონეზე გათვლილი აქვს სიარულის ფუნქცია და სიარულის მეთოდი და შეჩერების მეთოდი. შესაბამისად, მე რო აი ამ ავტომობილის ობიექტს შევქმნი, ვინაიდან მე თვითონ ავტომობილის blueprint-ში, ანუ აღწერაში გათვლილი მაქვს ეს ორი მეთოდი, შემიძლია რომ კონკრეტულ ობიექტს როცა შევქმნი, ამ ობიექტებზე ეს მეთოდები გამოვიძახო და გამოვიყენო. მე ხა ეს რო გავუშვავ მივიღებთ შემდეგ მოცემულობას. შუას ჯერ. ხო. დავიწყეთ და დაგვიწერა ეს ტრასა რომ car is going, ანუ ორჯერ და car is stopped-ით ორჯერ დაგვიწერა, ხო? ანუ ერთი დაგვიწერა car 1-ზე რომ გამოვიძახეთ go, ერთი ამის go-ზე დაგვიწერა ეს და მეორე ამის go-ზე რა, იმიტომ რომ რეალურად ორივე go აკეთებს ერთი და იგივე რაღაცას. მაგრამ დაუშვათ და მე მინდა რომ განვასხვაო დაუშვათ ესენი რა, ანუ მინდა რომ პირველი შემთხვევაში დამიწეროს ის კი არა რომ car is going. პირველი შემთხვევაში მინდა დამიწეროს რომ მაგალითად Toyota is going და მეორე შემთხვევაში car 2-ის შემთხვევაში მინდა დამიწეროს რომ Porsche is going. ეს როგორ გავაკეთოთ ახლა? ჩვენ ხო რეალურად გვაქვს აქ ავტომობილში ბრენდი. ხო? ამ ბრენდში ჩვენ აქ ხო ვაწოდებთ, როცა ვქმნით car-ის ობიექტს, აქ ბრენდად ვაწოდებთ ან Toyota-ს ან Porsche-ს ამ ჩვენ შემთხვევაში, მაგრამ რეალურად რაც გვინდა შეგვიძლია ჩავაწოდოთ, ხო? ხო და ეს ბრენდი რო აქ გვაქვს, ეს ბრენდი მე რეალურად ადგება და ჩაждდება აი ამის ადგილას, ხო და მაშინ ხო შეგვიძლია რომ ეს გამოვიყენოთ აქ car-ის მაგივრად, რომ მე რაც ბრენდი მომივა აქ, ის ბრენდი დამიწერე აი ამის მაგივრად და მე დაეწერება is going-ი რა. აი ხა ეს როგორ გავაკეთოთ? ზოგადად ტექსტში შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ და ჩავსვათ ცვლადის მნიშვნელობა, ხო? ანუ ცვლადში თუ რაღაცა მნიშვნელობა გაქვთ და გინდათ string-ში ჩასვათ, გამოიყენება ესეთი სიმბოლო დოლარის ნიშანია და დოლარის ნიშანს უნდა დაუწეროთ ცვლადის სახელი. მაგრამ აქ ახლა საქმე რაში არის, რომ ეს ამ ბრენდს ვერ ხედავს ახლა რატო? იმიტომ რომ კლასში, როდესაც ჩვენ ვაწოდებთ რაღაცა მნიშვნელობას და გვინდა რომ ეს მნიშვნელობა გამოვიყენოთ კლასის მეთოდებში, პლუს ამ მნიშვნელობებს ვხედავდეთ კლასის გარეთ, ასეთ properties უნდა დავახვედროთ val გარედან რა. აი ეხა უკვე ხედავს და საქმე რაშია რომ რეალურად ჩვენ რო აი ესე ვაწოდებთ ამ ცვლადებს, ნახე, აი მაგალითად ავიღოთ და car 1-ზე ეხა მივმართოთ ბრენდს რა. მე რო ავდგე შემიძლია გავაკეთოს ტრაც, მოდი ეს ცოტა ხნით დავაკომენტაროთ და გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, რომ println და car 1-ის მაგალითად ბრენდი დავპრინტოთ და car 2-ის ბრენდი დავპრინტოთ. ეხლა ნახე, მე car 1-ზე და car 2-ზე უკვე შემიძლია ბრენდი ამოვიტანო რა. ეს რო გავუშვა, პირველი შემთხვევაში დაპრინტავს Toyota-ს, მეორე შემთხვევაში დაპრინტავს Porsche-ს, იმიტომ რომ პირველ ობიექტში გვაქვს Toyota, მეორეში Porsche. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე აი ამ colors ვერ ვწვდები. ანუ მე რო ავდგე და color დავწერო, მიწითლებს რა. იმიტომ რომ აი ამას ვერ ხედავს. რომ დავინახოთ color-ი, წინ უნდა დავწეროთ val. ეს კლასის სპეციფიკა უშუალოდ ფუნქციებში ეს არ გვჭირდება. კარგი, მაგრამ მაშინ ისმის შეკითხვა, რომ ეს რაში გვჭირდება ასე რატო შემოვიტანოთ ან რატო გვაძლევს საშუალებას. პირველი ამას ერთი ის რომ მემკვიდრეობაზე რომ გადავალთ, მე განვიხილავთ და მეორე ის რომ აი ესე შექმნილი ტიპები ჩანან მარტო init ბლოკში, ამ init ბლოკზეც ვისაუბრებ რა არის. აი აქ ეს color-ი და speed-ი მარტო აი აქ ჩანს. ამ init-ზე ვისაუბრებ ცოტა ხანში რა არის, მაგრამ სანამ ამ init-ზე გადავალთ, მოდი ჯერ ეს ყველაფერი ვალებად გადავაკეთოთ. ესეთნაირად. ესე იგი, გავაკეთეთ რა, რომ go-ს როცა დაუძახებს ახლა, შვებით რას, რომ მანქანას ბრენდში რაც ექნება ჩამოწოდებული, მაგას ვიღებ და აქ ტექსტში ვსვამ, რომ მაგალითად ჩვენ შემთხვევაში რაღაცა brand is going, ანუ თუ ბრენდში ჩამოწოდებული მექნება Toyota, მივიღებთ რომ Toyota is going, თუ ბრენდში ჩამოწოდებული იქნება Porsche, მივიღებთ რომ Porsche is going რა. ეხლა დავაბრუნოთ როგორც იყო. ეხლა რო გავუშვათ ჩვენი პროგრამა, შედეგად მივიღებთ ესეთ რაღაცას. Toyota is going და Porsche is going.
იმიტომ რომ ჩვენ უკვე აქ რო cars ჩავაწოდეთ რაღაცა მნიშვნელობები, უკვე შეგვიძლია ეს მნიშვნელობები გამოვიყენოთ, ხო? ანუ ვიყენებთ უშუალოდ ამ მნიშვნელობებს, შესაბამისად ჩვენ შემთხვევაში ხა ბრენდი რაც მოვიდა, ამ ბრენდს ვიყენებთ, რა. შეგვიძლია ისოდიც გამოვიყენოთ, მაგალითად და ვთქვათ, რომ რაღაცა brand with რაღაცა color with speed, რაღაცა is going რა, ანუ რაღაცა ტიპი, რაღაცა ფერით, რაღაცა სიჩქარით მიდის, ან რაღაცა შეგვიძლია ყველა ეს ნიშნობა გამოვიყენოთ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ხა მარტო brand-ს ვიყენებთ და ასე შემდეგ. ეს ორი შეგვიძლია უბრალოდ რაღაცა ინფორმაციის გამოსატანად გამოვიყენოთ და მეტი არაფერი. კარგი. ამ ეტაპზე მივხვდით რაც გავიარეთ? კარგი, შვენიერ. შეიძლება გახსნა ადრე ხუთ როგორ მუშაობს კლასი ანუ ობიექტთან იდეაში რეფერენსია ობიექტს. კი. კი, ეგ საინტერესო იქნება და აი მაგაზე ხა კაკას ამის მე ვაპირებ საუბარს. ესე იგი, რა ხდება რა ზოგადად მან კლას რო ვქნით, ჩვენ ხო ვიცით რომ რაღაც ცვლადს რო ვქნით ხოლმე, ეს ცვლადი ინახება მეხსიერებაში რა. ხო და როგორც ცვლადები და ეს სტრინგები, ინტები ინახება მეხსიერებაში, ეს ტიპიც ავტომობილიც ასევე მეხსიერებაში ინახება, ოღონდ რეფერენსად. ანუ რა ხდება? მეხსიერებაში გამოიყოფა რაღაცა ადგილი, რომელშიც ეს ჩვენი ავტომობილი ინახება და რეალურად ჩვენ რო აი აქ ვინახავთ ამ ავტომობილს, car 1-ში გვაქვს აი ამ ობიექტზე, რომელიც ახლა ჩვენ აქ შევქმნით, ამ ობიექტზე, ანუ მეხსიერებაში სადაც არის შექმნილი, იმაზე გვაქვს მისამართი. იმის მისამართი გვაქვს. და შესაბამისად, ეხლა ნახეთ რა ხდება. აქ გვაქვს მისამართი და მე რო ავდგე და მოდი car 2 დროებით მოვშალოთ. ეს ტიპი რო წავშალო რა და car 2-ში, car 2 გავუტოლო car 1-ს, მივიღებთ რას? აი ხა მე რო გავაკეთო ესეთი რაღაცა println car 2.go. ეს რო გავაკეთო, რას დამიპრინტავს? აი ეს რო გავუშვოთ, რას დამიპრინტავს? ის Toyota is going, იმიტომ რომ რეალურად მე ხა მაქვს ორი ცვლადი და ორივე ცვლადი, აი იდეაში println-ი აქ არ გვინდოდა. println-ი არ გვინდოდა ეს unit-ი მოვაშოროთ აქედან. ხო, იდეაში გამოდის ისეთი რაღაცა, რომ ორივე ცვლადი, ორივე property უყურებს ერთი და იგივე cars რა, ანუ შევქმნით ეს ობიექტი, რომელიც შეინახა სადღაც მეხსიერებაში და ამ მეხსიერებაში რაღაცა ამ მეხსიერებაზე, სადაც გვაქვს შენახული იმის მისამართი გვაქვს car 1-ში, მაგრამ ვამბობთ, რომ car 2-იც car 1-ს უდრისო, ანუ car 2-იც იგივე მისამართს უყურებს რა, იგივე ადგილს უყურებს, სადაც პირველი cari, ანუ ეს cari სადაც არის შენახული რა. ეხლა გავაკეთოთ როგორი რაღაცა, რომ დაუშვათ მე რო ვქნა ესეთი რამ, რომ ეს ვარად გადავაკეთო, speed-ი. და რა მოხდება მე რო ესეთი რაღაც ვქნა, რომ car 2-ის speed-ი უდრის დაუშვათ 120 გქონდა 500 იყოს println car 2-ის speed-ი და println car 1-ის speed-ი. აი ხა რა ებს დაგვიპრინტავს? 120 დაპრინტავს ორივეზე? ორივე სიჩქარე არ იყოს ხა რაც მეანტი car 2-ის speed-ს. რატომ? იმიტომ რომ ეს და იგივე მისამართზე თუ უყურებს car 2-ის speed-ი იქნება მარტო შეცვლილი, მაგრამ car 1-ი დარჩება იგივე speed-ზე რა. რეალურად თუ ეგ მაგაში მოდი გავუშვათ, ორივე არის 500. რეალურად გიორგიმ სწორედ თქვა, ანუ საქმე რაში არის, რომ car 1-ზე ხო გვაქვს რაღაც ავტომობილი რა, ეს უყურებს რაღაც ერთ მისამართს და ჩვენ ვამბობთ, რომ car 2-მაც იგივე მისამართს უყურებს რა. და შესაძლოა მეორეს უცლი მეორე ხო იმას უყურებს და ისიც იცვლება და ესეც იცვლება, ხო? ეგეთი რაღაცა მივიღეთ. სადაც ინახება იქ იცვლება, და ხო მისამართები ინახება, მაგრამ ეს მიაკითხავს მე და ითხოვს რაღაც არის. კი, ზუსტად. აი ესეთი ნიუანსი გვაქვს მოკლედ აქ რა. ადრე შემხვდა. ხო, აი. კიდევ ერთი რაღაცა რაც მინდა ვთქვა, რომ კლასი ზოგადად ახლა ესეთ სიტუაციებში დიდი არაფერი, მაგრამ
ასე აპლიკაციებში ხშირად არის ხოლმე რომ კლასი აღარ გვჭირდება რა რაღაცა და შეგვიძლია როგორი რაღაც გავაკეთოთ ეხლა რა რომ დავუშვათ ამას განვსაზღვროთ ქარი ნალეიბლად ანუ ვამბობთ რომ ეს არის ისეთი ტიპის ქარ რომელშიც შეიძლება ნალიც იყოს რა შეგინთ ანუ სიცარიელე და საქმე რაშია ხოლმე რომ როდესაც ჩვენ არ გვჭირდება რაღაცა კლასი დავუშვათ ქარ 1 გამოვიყენეთ რაღაცეები გავაკეთეთ მაგალითად ქარ 1-ზე გამოვიძახეთ go მერე ქარ 1-ზე გამოვიძახეთ go-ს მერე stop-ი და მერე დავუშვათ აღარ გვჭირდება უკვე რა ეს ქარ 1-ის ობიექტი შეგვიძლია ქარ 1-ს უთხრათ რომ შენ ხარ დავუშვათ ნალის ტოლი რა და ეს ისეთ რაღაცას იზამს რომ იმ მეხსიერებაში ანუ garbage collector-ი მერე ადგება და რომ დაინახოს რომ ეს სულადი აღარ გვჭირდება ანუ ნალი გახდა და რაღაცა გაასუფთავებს მეხსიერების იმ ნაწილს სადაც უკვე ხედავს რომ ეს აშკარად აღარ გვინდა რა ეს სულადი იმიტომ რომ ნალი გავხადეთ და garbage collector-ი მოკლედ ეგრე მუშაობს ეხლა როგორი ტიპია იცით რომ პროგრამაში რაღაცებს რო ვქნით Kotlin-ს და Java-საც Java-დან მოდის ეს ტიპი აქვს garbage collector-ი რა ანუ garbage collector-ი მუშაობს ამ აპლიკაციის runtime-ში და როდესაც რაღაცას ხედავს რომ პროგრამა რაღაცას აღარ იყენებს იმის მაგივრად რომ დატოვოს ეს ტიპი და მეხსიერებაში იყოს შენახული მაგას შლის ასუფთავებს და აკეთებს ისე რომ მოკლედ აპლიკაციამ ნაკლები ადგილი მოიხმაროს რა და ეხლა ჩვენ ზუსტად მაგ garbage collector-ს ვეხმარებით რა, ამით რომ როცა ეს ნალი გახდა, garbage collector-ი მიდის, ხედავს რომ ოპა, აი ამ მისამართზე, რომელზეც რაღაცა ობიექტი მქონდა, უკვე ეს ტიპი აღარ ჭირდებათ რა, ანუ ამ მისამართს აღარ უყურებს არც ერთი ტიპი რა, ანუ რეალურად იმ მისამართზე ეს ქარი რჩება. მაგრამ ჩვენ იმით რომ ამ ქარერზე ნალს ვსვამთ, მისამართს თვითონ აღარ უყურებს იმ მისამართს რა, ანუ იქ მეხსიერებაში თვითონ ის ობიექტი დარჩა, მაგრამ ეს ქარ 1 უკვე იმ მისამართს აღარ უყურებს და garbage collector-ი რო ხედავს რომ მეხსიერებაში გვაქვს რაღაცა, რაზეც მისამართი არ არის, ანუ რასაც აღარ ვიყენებთ, მაგას დგება და ასუფთავებს რა, რომ მეხსიერებაში რაცა ზედმეტი რაღაცები არ დატოვოს. ეს ნუ მარტო Kotlin-ის პროგრამებში ეს ხა არ გვინდა მარტივად გავაკეთოთ ეს ნალებზე კატოლებები და რაღაცები, მაგრამ ეს უკვე უშუალოდ Android-ზე რო გადავალთ, მან რაღაც кейსები გვექნება, სადაც მოგვიწევს რომ რაღაც ტიპები ნალად გადავაქციოთ. მაგაზე უკვე მე ვისაუბრებთ უშუალოდ მობილურ აპლიკაციაზე რო გადავალთ იმ ნაწილში, ოღონდ უფრო ისეთ თემებში იქნება, თავიდან არ გვექნება ეგრევე რა ესეთი რაღაცები. მაგრამ მაინც ინფორმაციისთვის კარგია რომ ვიცოდეთ, რომ ეგრე ხდება. კარგი. ეხლა ეს გავიარეთ. შემდეგი დავიწყოთ უშუალოდ ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპებით, რან გადავიდეთ უკვე. ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაში გვაქვს ხოლმე 4 პრინციპი, თუმცა დღეს ორს აერთიანებენ ხოლმე და სამს ამბობენ, ანუ იქ არის პოლიმორფიზმი, ინკაპსულაცია, აბსტრაქცია და მემკვიდრეობა. მაგრამ აი პოლიმორფიზმს და აბსტრაქციას ხშირად აერთიანებენ ხოლმე ერთმანეთში და რატო აერთიანებენ, მაგასაც ვნახავთ. ზოგი ამბობს რომ 3 პრინციპი გვაქვს, ზოგი ამბობს რომ 4 პრინციპი გვაქვს, მოკლედ აქ ერთი ვერ ჩამოყალიბდით დეველოპერები, რეალურად რამდენი პრინციპი გვაქვს, იმიტომ რომ ზოგი იმას აერთიანებს, ზოგი ამბობს რომ არა, სხვადასხვა პრინციპებია რეალურად და ასე შემდეგ. მოდი, მოკლედ დავიწყოთ ამ პრინციპების განხილვა, რომელი პრინციპი რასაკეთებს და რისთვის გვაქვს. პირველი დავიწყოთ ყველაზე მარტივით, რომელიც არის ინკაპსულაცია, ამას ვალზე დავაბრუნებ. აქაც შეიძლება კარგი ხდება. დავიწყოთ ინკაპსულაცია. ესეც ვალი იყოს. პირველი გვაქვს ინკაპსულაცია. ინკაპსულაცია არის რა, რომ კლასში გვაქვს როგორც ხედავთ, რაღაცა პროპერტები და მეთოდები. და ინკაპსულაცია განსაზღვრავს იმას, ეს მეთოდები და ეს პროპერტები რა დონეზე ჩანდეს და რა დონეზე არ ჩანდეს რა. ანუ ჩვენს შემთხვევაში მე რო ავდგე, შემიძლია რომ println-ში ანუ char 1-ს უთხრა რომ ანუ char 1-ის color-ი მინდა რომ დავპრინტო მაგალითად რა. ესეთნაირად ეს ყველაფერი ხა მუშაობს, გადავტესტეთ მილიონჯერ. ready გამოიტანა. მაგრამ საქმე რაშია რომ დაუშვათ და მე არ მინდა რომ ქარი გარეთ, ანუ ქარის color-ი გარეთ ჩანდეს, ხო? აი ამისთვის გვეხმარება უკვე ინკაპსულაცია. მე შემიძლია რომ colors სანამ ვალს დავწერ, მანამდე აქ მივუთითო ესეთი keyword-ი კიდევ ერთი, private. ეს private იმას იზამს, რომ color-ი უკვე ჩანს მხოლოდ კლასის შიგნით. ანუ გარეთ მე უკვე ამ colors-ს ვეღარ მივწვდები და დაჟე აი error-საც რო დავაკვირდეთ, ნახავთ რომ cannot access color, it is private in char. ანუ colors-ს ვერ მივწვდებიო, იმიტომ რომ color-ი პრივატული არისო.
ქარშიო რა, ქარის კლასში. შესაბამისად, colors მე აქ ვეღარ მივწდები, მაგრამ სამაგიეროდ color იმას შემიძლია გამოვიყენო შიგნით აქ რა. ანუ ეხა color-ი გადაიქცა ისეთ ტიპად, რომელიც ჩანს აქ, მაგრამ არ ჩანს კლასის გარეთ. ანუ მე შემიძლია color-ი აქ გამოვიყენო, მაგალითად, სანამ რაღაცა is going-ს დავპრინტაო, მე შემიძლია გავაკეთო ესეთ რაღაც რომ color-იც დავპრინტო, მაგალითად, იმიტომ რომ color-ი კლასის შიგნით მიჩანს. ხო? ეს ეხა პირდაპირ color-ს ვერ ვწდები, მაგრამ მე რო ქარეთზე go გამოვიძახო, ეს იმას იზამს, რომ color-ს მაინც დამიპრინტავს. იმიტომ რომ color-ს მე ვიყენებ კლასის შიგნით ფუნქციაში, ანუ ესე შიგნით შემიძლია გამოვიყენო, მაგრამ გარეთ პირდაპირ ვერ ვწდები. ანუ ready დაპრინტა და შემდეგ დაპრინტა Toyota is going. ესეთი ნიუანსია ეს private-ი, შეგვიძლია ბრენდის და ყველაფერი private-ი გავხადოთ და ზოგადად აქ რეკომენდაცია, რომ კლასში მაქსიმალურად ვცდილობთ და ზოგადად პროგრამირებაში ყველაფერს ვცდილობთ, რომ იყოს მაქსიმალურად პრივატული. ანუ არ უნდა იყოს ისეთი რაღაც, რომ ყველაფერი ჩანდეს გარეთ, თუ ძალიან ეს არ გჭირდება რა. თუ საჭიროება არ გვაქვს, ესეთი კაფიო, ჯობს რომ ყველაფერი იყოს პრივატული, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ აი კლას დააჭერ და აქ შეიძლება რეალურ აპლიკაციებში არის ხოლმე კლასი შეიძლება შედგებოდეს 500-600 ხაზისგან რა და შენ რო კლასზე წერილი დასვა აქ იმდენ რაღაცას აგდებს და თან საქმე იმაშია რომ ყველაფერი შეიძლება არც გჭირდებოდეს რა ანუ რეალურად ნახე როგორ რაღაც შეიძლება იყოს რომ აქ შეიძლება იყოს ვარი და ეს ვარი იცვლება რა მაგრამ ეს რო იცვლებოდეს მე მჭირდება რეალურად მარტო კლასის დონეზე რა ანუ აქ მაქვს რაღაცა ლოგიკა რომელიც ამ სპიდს ცვლის მაგრამ მე არ მაწყობს რომ ვიღაცამ გარედან ადგეს და რაღაცას თავისი ლოგიკით ეს სპიდები მიცვალოს ეგრე მე კლასის შიგნით მიფუჭდება უკვე ლოგიკა რა ანუ და როდესაც გუნდურად უმუშაობთ ხოლმე და კომპანიებში გუნდურად უმუშაობთ ესეთი ტიპები ჩანან გარეთ რა და ტიპმა შეიძლება ადგეს და რაღაცა არ იცოდეს ბოლომდე ვერ გაერკვიოს მაგალითად ეს ქარი მე რას მიკეთებს რა ლოგიკა მაქვს აქ შიგნით ჩადებული ადგეს ამ სპიდს წუდეს და რაღაცა ლოგიკით შემიცვალოს მაშინ გამოვა რომ მე მიფუჭდება უკვე ჩემი ქარის ლოგიკა რა ამიტომ მაქსიმალურად რო სტრუქტურა დავიცვათ და ესე მაქსიმალურად ისე ვქნათ რომ ჩვენი კოდი იყოს ბაგების გარეშე, ანუ რაღაცა ხარვეზების გარეშე და შეცდომების გარეშე, უნდა ვცადოთ რომ სადაც საჭიროა იქ, ანუ გამოვიყენოთ მხოლოდ ესეთი public რაღაცები რომ ყველგან ჩანს. ანუ მაქსიმალურად ვეცადოთ რომ ყველაფერი იყოს პრივატული დანარჩენი რა. და იგივე ეხება ვარს და ვალს. ყველა ცვლადი ვარით არ ქნათ, ანუ ვარით ქნათ მხოლოდ მაშინ თუ აშკარად გჭირდება რომ რაღაცა იცვლებოდეს რა. თუ უბრალოდ გვინდა რაღაცა მნიშვნელობა გქონდეს კონსტანტა, რომელიც არ იცვლება და ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა მე ამას სხვა რაღაცას არ გავუტოლებ, მაშინ ვქნათ ვალით. რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ ჩვენი კოდი რაღაცა გარე ჩარევისგან და გაფუჭებისგან. ამიტომ ეგეთი პრინციპით მე ყველას ხა პრივატულად გადავაქცევ. და რასაკვირველია ფუნქციებზეც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ, ხო? ამ შემთხვევაში ხა go და stop გჭირდება რომ გარედან დაუძახოთ, ხო? ანუ go და stop ისეთი ფუნქციებია, რომელიც ანუ ობიექტზე გჭირდება რომ აქ დაიძახო რა, ანუ car-ს უნდა უთხრა რომ go გააკეთოს და car-ს უნდა შეეძლოს stop-ი გააკეთოს რა. ეხლა მე რომ ესენი პრივატული გავხადო, ეს მე არ მაწყობს, იმიტომ რომ ეს ისეთი ფუნქციებია, რომ ამას ჭირდება რა. ესეთ кейსებში მაგალითად არ გჭირდება ხა პრივატული, იმიტომ რომ ხა ობიექტი შევქმნი და ვერ ვეუბნები, რომ წავიდეს და გაჩერდა ეს, ანუ მაშინ რაღაც გჭირდება ეს ობიექტი, ხო? ანუ ცალ-ცალკე თუ ვერ ვაკონტროლებ მე ამას. ამიტომ აი აქ უკვე სიტუაციას გააჩნია რა. სიტუაციურად უნდა გავაკეთოთ და ჩვენით გადავწყვეტოთ რა ჯობია იყოს პრივატული, რა ჯობია ანუ რომ არ ჩანდეს გარეთ და არსად კლასის გარდა თვითონ და რა ჯობია იყოს public. მაგრამ აქ კიდე გვაქვს რეალურად ერთი დამატებითი keyword-ი private-ის გარდა, ანუ რეალურად აქ კიდე public-იცაა, მაგრამ public-ზე არ ვამბობ, იმიტომ რომ by default ყველაფერი რასაც ვქნით Kotlin-ში კლასის შიგნით by default არის public-ი, ანუ სტანდარტულად ყველაფერი public-ია. ასე რომ თუ რამეს ვქმნით და წინ არ უწერთ public-ია, პრივატულია, თუ რა არის, მოიაზრება რომ public-ია. ამიტომ შეგიძლიათ ეს public-ები არ უწეროთ, მაგრამ აი private-ი უნდა დავუწეროთ. ხო, ну, ფუნქციებზეც იგივე თემაა, როგორც ვახსენე, რომ შეგვიძლია ფუნქციების ან მეთოდებიც პრივატულები გავხადოთ. კიდევ ერთი ნიუანსი, რომ პრივატულის და public-ის გარდა გვაქვს კიდე protected-ი. და აი ამ protected-ზე ვისაუბრებ კიდე რა არის, მაგრამ სანამ protected-ზე გადავალთ, მინდა რომ უშუალოდ მემკვიდრეობა განვიხილოთ რა.
იმიტომ რომ ეს პროტექტორი უკვე უშუალოდ მემკვიდრეობის ჭრილში მუშაობს, რომელიც ასევე არის ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ერთ-ერთი პრინციპი. კარგი. მოდი, იმისთვის რომ განვიხილოთ ეს ყველაფერი, გავაკეთოთ როგორი რაღაცა რა. იყოს ახალი კლასი შევქმნათ. ახალი კლასი შევქმნათ, მაგალითად იყოს human რა, რაღაცა class human და რავი, რა ნიშნულობები მივცეთ, ეხლა ამას ჩვენ ერთი ექნება age, ну name იქონდეს ჯერ, string-ი, ექნება age და ну სტანდარტულად ქონდეს მხოლოდ name და age. ესეთი კლასი გვაქვს და მოკლედ ამ humans ქონდეს ფუნქცია introduce. ანუ რომ წარმოადგინოს საკუთარი თავი რა, გაგვეცნოს. გვექნება ესეთი ფუნქცია, რომელიც introduce, რომელიც დაგვიპრინტავს, რომ გამარჯობა, ჩემი სახელია ის, რასაც მოკლედ name-ში ჩავაწოდებთ და მე დაპრინტავს, რომ მე ვარ ამდენი წლის. ანუ აი აქ რაც ჩავაწოდეთ, ამათ ჩაგვისვამს აი ამ ადგილებში. პირველ რიგში მოდი ესენი პრივატულები გავხადოთ. ესეთნაირად. და შევქმნათ ამ ტიპის ობიექტი რა. იყოს ლუკა, უძრის humans სახელი აქვს ლუკა და არის 21 წლის. ეხლა რა ხდება? მე შემიძლია ამ ლუკას უთხრა, ამ ლუკაზე გამოვიზახო introduce რა. და ნუ მართლაც რომ აი ეს რაღაცას ვიღებთ, მაგრამ საქმე რაშია? ლუკა არის ადამიანი, მაგრამ დაუშვათ მე მჭირდება უშუალოდ კლასი გავთვალოს case-ის დონეზე. ანუ მინდა ცალკე გამოვყო კლასი ბიჭისთვის, ცალკე კლასი გამოვყო გოგოსთვის რა, რომ სქესობრივი ესეთი სხვაობა მივიღოთ. რომ მაქვს ცალკე კლასი ბიჭი, ცალკე კლასი გოგო. ანუ მაქვს human-ი არის ზოგადი, ხო? ანუ human-ი გვაქვს რაღაცა ტიპი, რომელიც ძალიან ისეთი ზოგადია, ანუ აქვს სახელი და ასაკი, მაგრამ მე მინდა ეხლა დავყო ეს. ამისთვის რას ვაკეთებთ, რომ ქნით კიდე ცალკე კლასებს, გვექნება class boy და გვექნება კიდე ერთი კლასი girl, მაგალითად და ვაკეთებთ როგორ რაღაცას. ჩვენ შეგვიძლია ავდგეთ და ეს ანუ ეს boy და girl გავხადოთ human-ის შვილი. ანუ ისე გავაკეთოთ, რომ ეს boy და girl ამ human-ის შვილები გახდებიან და ეხლა ეს რაზე იმოქმედებს, მოკლედ მაგას ვნახავთ. პირველ რიგში იმისთვის, რომ ეს ჩვენი დანარჩენი ორი კლასი გავხადოთ human-ის შვილად, ესეთი სინტაქსი აქვს ამას, რომ აქ ორი წერტილი უნდა დავსვათ. და მე უკვე მივუთითოთ უშუალოდ რა კლასის შვილები არიან, შემთხვევაში human. ხო? და girl-საც იგივე უნდა ვქნათ, human-ის შვილი უნდა გავხადოთ. ეხლა რა ხდება მეგობრებო? პირველ რიგში ამას მიწითლებს. მოდი ჯერ ფიგურული ფრჩხილების გავხსნათ, რომ ორივეს კონდეს. მიწითლებს და რატომ მიწითლებს? იმიტომ რომ როგორც ხედავთ, humans აქ ჩაეწოდება name და age. და აქ მე მჭირდება რომ ეს name და age ჩავაწოდო, მაგრამ მე რო აქ ეს კონკრეტულად ჩავაწოდო, მაშინ კლასის სპეციფიკას ვარღვევ, იმიტომ რომ კლასის მუღამი ხო ისაა, რომ ჩანახაზი უნდა იყოს და მე თუ ჩანახაზში აქ კონკრეტულ რაღაცა მნიშვნელობებს ვაძლევ, მაშინ ჩანახაზის მუღამი რა არის? ხო? მაგრამ მაშინ როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ამ დონეზეც, ანუ შვილობილ კლასშიც მქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ესენი განსაზღვრო, ხო? როცა როდის რა მომინდება იმის მიხედვით. მე შემიძლია boys ჩავაწოდო თავიდან ეს name და age და ჩერეს, ანუ boy-დან გადავაწოდო humans. ანუ როგორ გავაკეთებ ახლა მე ამას, რომ რეალურად boy-შიც მექნება name string-ი და age int-ი. და აი ამ boy-დან გადავაწოდებ humans names და ages. ესეთი რაღაცა მექნება. მაგრამ მაინც წითელია და კიდე ერთი ნიუანსი. თუ მინდა რომ კლასი მემკვიდრეობაში გამოვიყენო, ანუ მაგ კლასი, რომელიც მინდა რომ სხვა კლასის მშობელი იყოს, აუცილებელია რომ ეს კლასი ჩვენ შემთხვევაში human-ი გავხადოთ open-ად. ანუ გვექნება open კლასი human-ი. და всё, უკვე ყველა ციცისლე მოგვარდა. და კიდე ერთი მომენტი ეს პრივატის და ვალის გარეშე, როდის შეგვიძლია ეს name და age გამოვიყენოთ, როდესაც თუ გვინდა მაგალითად რომ უბრალოდ მოკლედ
ეს name და age მშობელს გადავაწოდოთ, როგორც ეხლა ამ შემთხვევაში გვაქვს, მაშინ შეგვიძლია არც private გამოვიყენოთ და არც ვალი, ეხლა ის მოხდება, რომ უბრალოდ მშობელს გადაეწოდება და მორჩა. და თან პლუს boys objects რო შევქმნით, ეს რომ მაგალითად boy იყოს, ხო? აქ მაინც ვერ ვნახავთ ამ names და ages რა. Name და age რო აქ არც ვალი რო არ აქვს და არც private, მაინც არ ჩანს რა. თუ მინდა რომ გამოჩნდეს, უშუალოდ ჩნდება რომ ან ვალი დავუწეროთ, ან ვარი. ეს ერთი. მეორეზეც რასაკვირველია, იგივეს გავაკეთებ, რომ ამასაც აქვს name და age და ჩაეწოდება აქაც name და age. ესეთი რაღაცა გვაქვს. მოკლედ რომ გვაქვს ობიექტი, ამას იდეაში შეგვიძლია კლასებს ზოგადად ფიგურული ფრჩხილები არ გავუკეთოთ, თუ არ გჭირდება. თუ შეგინთ რაღაც მეთოდი არ გვაქვს ან რამე ლოგიკა, შეგვიძლია უბრალოდ ესეთნაირად ჩანახაზის დონეზე იყოს. მოკლედ, ეხლა რა მოხდა რა, რომ გვაქვს human class-ი, რომელშიც გვაქვს აღწერილი რომ humans, ადამიანს უნდა კონდეს name და age და აქვს მეთოდი introduce, რომ გაგვეცნობს რა. და ამ human-ის მიხედვით, ამ humans ყავს შვილი კლასები, შემთხვევაში boy და girl, რომელიც არიან, ამ human-იდან მოდიან რა, ორივე მოდის human-იდან და ამ boys და girls-საც ჩაეწოდება ეს name და age და გადაცემენ ამ names და ages humans რა. ეხლა რა ხდება? ხდება ის, რომ მე რო ავდგე, შემიძლია უკვე შევქმნა როგორც ლუკა, ასევე შევქმნა რაღაცა ჯუჯული რაღაც. რომელიც იქნება, boy იქნება ერთი და მეორე იქნება girl. ხო? მაგრამ საქმე რაშია ნახეთ, რომ ლუკასაც და ჯულიასაც რეალურად ორივეს აქვს ეს introduce ფუნქცია იმის მიუხედავად რომ მე boy და girl შევქმენი. რატო? იმიტომ რომ boy და girl მოდიან human-იდან და humans გვაქვს ეს introduce ფუნქცია. აი ეს არის მემკვიდრეობის ერთ-ერთი შედეგი, რასაც ვიღებთ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა ორი შვილი კლასი, რომელიც არიან აი ამის შვილები, human-ის შვილები არიან. Humans ვინაიდან მშობელს ვინაიდან აქვს introduce ფუნქცია. გამოდის ისეთი რაღაც, რომ boys და girls-საც ასევე ეგ ფუნქცია აქვს, შესაბამისად boys და girls-აც შეგვიძლია ეს introduce-ი გამოვიძახოთ, იმიტომ რომ მშობელ კლასში ეგ აღწერილი გვაქვს და მშობელს შვილები ხედავენ. მშობლის ფუნქციებს რა. და მივიღებთ, რა თქმა უნდა, ესეთ შედეგს. ასეთი რაღაცა გვაქვს, მაგრამ ჩვენ როგორც ვახსენეთ, keyword-ებიდან მქონდა პრივატული და public-ს ვისაუბრეთ, რომ by default ყველაფერი public-ია, მაგრამ როგორც ვახსენე, არის კიდევ protected-ი რა. ეს protected-ი რა დროს გამოიყენება? მე რომ მაგალითად აი ამ introduce methods დავაწერო protected-ი. ნახე, გარეთ მაინც მიწითლებს. შეიძლება იკითხოთ, რომ ნახე გარეთ ვერ ვწდები. ობიექტი თუ არის შექმნილი, იქიდან ვერ ვწდები ობიექტიდან რა, როცა უკვე ობიექტი შექმნილი გაქვს, მაგრამ ეხლა ნახე რა ხდება. protected, შეიძლება იკითხოთ, რომ მაშინ private და protected შორის რა სხვაობა არისო, თუ აქაც ვერ ვხედავ, მაგრამ აქ protected-ის თავარი მუღამი რა არის, რომ რეალურად გარეთ ისეც და ასეც ვერ ხედავ protected-იდაც და private-იდაც, მაგრამ თვითონ შვილში ხედავ, შიგნით შვილობილ კლასში რა. აი ამ დონეზე ხედავ უკვე მე რომ boy-ში სხვა ფუნქცია მქონდეს, მაგალითად boy-ს მქონდეს რაღაცა ფუნქცია, რაღაცა სატესტოდ პროსტა გავაკეთოთ, რომ დავინახოთ. private შემთხვევაში შულზე არ გადაეცემა. protected-ის შემთხვევაში აი მე რომ ვინაიდან ეს protected-ი მაქვს შვილ კლასში, ჩვენ შემთხვევაში girl-ში ეს introduce-ი ჩანს. მაგრამ გარეთ არ ჩანს. და ეს რომ საერთოდ protected-ის მაგივრად პრივატული იყოს, მაშინ უკვე აქაც არ ჩანს. შვილშიც არ ჩანს. ეგაა განსხვავება პრივატულსა და protected-ს შორის. public-ი რო იყოს, ყველგან გამოჩნდებოდა შვილშიც, გარეთაც, სადაც კიდე მოკლედ რა. კაი, მოკლედ ეხლა აქ ჩვენ ავხსენით ინკაპსულაცია და მემკვიდრეობა. კიდევ ერთი რაღაცა მემკვიდრეობაში, იდეაში მემკვიდრეობაში, ხო, ერთი რაღაც დარჩა კიდე რა ვთქვა. მოკლედ, მეგობრებო, ეხლა კიდე რა პლუს გვაძლევს ეს მემკვიდრეობა? დავუშვათ, წარმოვიდგინოთ როგორი რაღაცა, რომ გვაქვს ფუნქცია, რომელიც აკეთებს რას, რომ მაგალითად int რო არ გვინდა რაც მოვიფიქრებთ, აიცა, როგორ შეგვიძლია ეს რო გავაკეთოთ. მაგალითად print
age გავაკეთოთ, ანუ რაც ფუნქცია იქნება, რომელიც პრინტავს ასაკს იმ ტიპის, რომელსაც ჩვენ აქ ჩავაწოდებთ რა. ჩვენ ხო გვაქვს boy და girl, ხო? მაგალითად print age და მინდა ჩავაწოდო boy, მაგალითად და print ln-ში მექნება ესეთი ტიპი, რომ დამიპრინტავს ამ boy-ის ასაკს, მაგრამ ამას ახლა იმიტომ ვერ ხედავს, რომ boy-ში და human-ში age არის პრივატული. შეგვიძლია public-ი გავხადოთ დროებით, რომ დავინახოთ ეს ყველაფერი და დავპრინტოთ ამ boy-ის age. ხო? ეხლა მე შემიძლია ამ print age-ში age ფუნქციაში, რომელიც მე შევქმენი, ჩავაწოდო ლუკა. ხო? ჩავაწოდო ლუკა და ეს დამიპრინტავს ეხლა ლუკას 21-ს. მაგრამ მე აქ ჯულიას ვერ ვაწოდებ. ანუ ლუკა ჩავაწოდე, მაგრამ ჯულიას ვერ ვაწოდებ. ჯულია რო ჩაждდეს აქ. მაშინ girl-ი უნდა ჩავაწოდო ფუნქციაში ხო ეგრეა, იმიტომ რომ ჯულია girl-ის კლასი ობიექტია და ლუკა boy-ის. ხო, მაშინ უნდა გავაკეთო ეს. ანუ მე რეალურად მიწევს, რომ ან მაშინ ორი სხვადასხვა ფუნქცია უნდა მქონდეს, რომელსაც ერთს boy ჩაეწოდება, მეორეს girl. ან რაღაცა სხვა უნდა ვიჩალიჩო, მაგრამ ნახე მემკვიდრეობის პლუსი რა არის. ორივე ხო human-დან მოდის, boy-ს და girl-იც ორივე მოდის human-დან და მაშინ კონკრეტულ ტიპს რატო ვაწოდებ? მოდი human-ს ჩავაწოდებ. და ესეთ შემთხვევაში მე აქ უკვე ჯულიას ჩამიждდება და ლუკას ჩამიждდება, იმიტომ რომ ორივე არის human-დან. მე რეალურად პარამეტრებში მოვითხოვე human-ი, არა კონკრეტული ტიპი ბიჭი ან გოგო, არამედ ზოგადად ადამიანი მოვითხოვე და რეალურად გოგოს და ბიჭის მოდიან ადამიანიდან, ხო, როგორც ახლა ჩვენ სტრუქტურა შევქმენით. შესაბამისად, უკვე ეს ფუნქცია იღებს ორივეს და ჩვენ ხო ვიცით, რომ ორივეს გააჩნია age, იმიტომ რომ human-ს აქვს age და boy და girl-ი უბრალოდ humans, ანუ ეს უბრალოდ humans გადაცემენ ამ age-ებს, მაგრამ რეალურად ეს name-იც და age-იც human-თან მიდის იქით რა. რეალურად ახლა ჩვენ უკვე ორივე შეგვიძლია აქ ჩავაწოდოთ კიდევ ერთი პლუსი მემკვიდრეობის რაც არის. გვაქვს აი ესეთი შედეგი. კითხვები ხომ არ არის რამ? ანუ მემკვიდრეობის დროს პრივატი თუ არის არ გადაიცემა ხო შვილ კლასში. პრივატი. ეს შეგვიძლია თქვა აი პრივატ ფილდი რაც არის თუ არ გადაიცემა? ეს. დაიცა როგორ ანუ ეს რო პრივატული გავხადო? მემკვიდრეობის დროს პრივატ ფილდები გადაიცემა თუ არა მშობელი კლასიდან შვილ კლასს. მშობელი კლასიდან შვილ კლასს, ანუ ეს რო პრივატული იყოს, არა, ამას ჩვენ აქ ვერ დავინახავთ რა, ნახე, ანუ ეს name-ი. შეგვიძლია თქვა რომ არ გადაიცემა, ხო? ნახე, ეს name-ი რეალურად მე აქ მიჩანს ოღონდ ამის. მაგრამ მე რო ავდგე და ფუნქცია გავაკეთო, ნახე როგორი რაღაც გამოვა. მე რო ავდგე და ფუნქცია გავაკეთო, აქ name-ი არ მიჩანს, იმიტომ რომ ნუ აქ ვალის და პრივატულის გარეშეა შექმნილი და ზევით მშობელში ეს პრივატული, ანუ ეს რომ მე protected-ი მქონდეს. მაშინ დავინახავთ. ნახე, protected-ი გავხადე თუ არა, name-ს ხედავს მშობლისას. ეგეთი რაღაც ნიუანსი არის აქ. ამიტომ ეგ არის სხვაობა მოკლედ ამათ შორის. აი ესენი ისევ პრივატულები გავხადოთ. ეხლა მოდი ვისაუბროთ, გადავიდეთ კიდევ ერთ პრინციპზე, რომელიც არის პოლიმორფიზმი და ეხლა პოლიმორფიზმი რას გულისხმობს? პოლიმორფიზმი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია მემკვიდრე კლასებში გადავაკეთოთ მოკლედ მშობლის ქცევა რა. ანუ მოკლედ მშობელში გქონდა introduce ესეთნაირად წარმოდგენილი და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშობელში კი ესეა, მაგრამ მე შვილში მინდა სხვანაირად იყოს რა. ანუ რეალურად მეთოდი გვრჩება, ანუ introduce რჩება როგორც human-ში, ისევე დანარჩენ boy-შიც და girl-შიც, როცა ქცევა იქნება სხვანაირი რა. ანუ მემკვიდრე კლასში, ანუ შვილ კლასში სხვანაირი ქცევა აქვს, ანუ შეგვიძლია ჩვენით აღწეროთ ეს ქცევა. ეხლა როგორ გავაკეთოთ ეს? პირველ რიგში introduce-ი გავხადოთ როგორც იყო ისე, იმიტომ რომ გარეთ გვინდა რომ დავინახოთ მე აქეთ რომ ნახოთ რაღაცები. შეგვიძლია შემოვიდეთ boy-ში და გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, რომ დავწეროთ ჩვენი fun introduce-ი. introduce. მაგრამ ეხლა საქმე რაშია?
ამას მიწითლებს რატო? მეუბნება რომ override დააწერეო, ანუ ნახე, ჩვენ თუ გვინდა რომ მშობელი კლასის ფუნქცია გადავაკეთოთ მემკვიდრე კლასში, მაშინ override უნდა გამოვიყენოთ, ანუ იგივე სახელი უნდა ერქვას ფუნქციას, რაც მშობელში ერქვა, ანუ ჩვენ შემთხვევაში მშობელში თუ introduce ერქვა, შვილშიც introduce იქნება ფუნქციის სახელი. უბრალოდ თუ ვაპირებთ რომ გადავწეროთ, override უნდა დავუწეროთ თავზე რა. Override-ს ვუწერთ თუ არა, ეგრევე გვაძლევს საშუალებას რომ მოკლედ ამის ქცევა გადავწეროთ, მაგრამ მაინც აწუხებს და რატო ეხა? იმიტომ რომ ჩვენ ხო ვთქვით რომ თუ გვინდა რომ კლასი გამოვიყენოთ მემკვიდრეობაში, open-ი უნდა დავუწეროთ წინ. ზუსტად იგივე ხდება აქაც. თუ გვინდა რომ შესაძლებელი იყოს ფუნქციის ქცევის გადაწერა, ანუ შვილობილ კლასში, მაშინ introduce თვითონ მეთოდიც ასევე უნდა გავხადოთ open-ი. თვითონ მეთოდიც ასევე უნდა გავხადოთ open-ი და აი უკვე, როდესაც თვითონ მეთოდიც open-ი გახდა, ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ ანუ შვილ კლასში ეს introduce-ი გადავწეროთ. ხო? და შეგვიძლია ეხლა როგორ გავაკეთოთ, რომ მაგალითად აი აქ მშობელში ხო გქონდა ესეთ რაღაც რომ გამარჯვება ჩემი სახელია რაღაცა, მე ვარ რაღაცა წლის. მოდი გავაკეთოთ ისე, რომ boys შემთხვევაში ეს გადავწეროთ ესეთნაირად, რომ დაუშვათ, რომ ამას ეხლა ვერ ხედავს, იმიტომ რომ ამას ეხლა რატო ვერ ხედავს? ხო. ვალი და პრივატული არ უწერია, მაგრამ აქ ამის მშობლისას კიდე იმიტომ ვერ ხედავს, რომ მშობელში პრივატული გვიწერია. შეგვიძლია როგორ გავაკეთოთ, იცი რომ რო არ ვიწვალოთ, უბრალოდ პრივატულის მაგივრად ესეთ შემთხვევაში შეგვიძლია protected-ი გამოვიყენოთ აქ. რომ ანუ შვილობილში დავინახოთ, იმიტომ რომ რეალურად ეხა აქაც private ვალი და აქაც private ვალი რო არ უწეროთ, თუ ისედაც ვიცით რომ შვილობილ კლასში გვჭირდება ეს ფილდები, შეგვიძლია protected-ებად გადავაკეთოთ. ეხლა უკვე ხედავს. ხო, ანუ რეალურად boys ჩაეწოდება name და age და ეს name და age წავა მე მშობელში რა. და უკვე ეს ვიღებთ რეალურად ამ names და ages უკვე აქაც გვიჩანს რა, ეს introduce-ში. მაგრამ შეგვიძლია გავაკეთოთ როგორღაც რომ boys შემთხვევაში ეს რო დაიწერება გამარჯობა ჩემი სახელია რაღაცა და მე ვარ რაღაცა წლის, ბოლოში კიდე დავუწეროთ ეს რაღაცა რომ I am a boy. ესეთი რაღაც რა. მაგრამ girl-ის შემთხვევაში არაფერი არ შევცვალოთ და გავაკეთოთ ახლა როგორი რაღაცა რა, რომ ლუკასთვის გამოვიძახოთ introduce-ი და ჯულიასთვის გამოვიძახოთ introduce-ი. ეხლა რას მივიღებთ, რომ ლუკას შემთხვევაში გამოიყენებს ამას, იმიტომ რომ ლუკა არის boy და boy-ში ჩვენ გადავწერეთ ეს introduce-ის ფუნქცია, ანუ დავა override-ეთ, ანუ მშობლის ფუნქცია შევცვალეთ, მშობლის ფუნქციას ქცევა შევცვალეთ ამ კონკრეტული შვილობილი კლასისთვის. შესაბამისად, ლუკაზე მე რო ეხა უკვე introduce-ს დავუძახებ, იმის მიუხედავად რომ ლუკა human-დან მოდის, ეს human-ის introduce-ს კი არ გააქტიურებს უშუალოდ შვილობილი კლასის introduce-ს, რომელიც მე გადავწერე. მაგრამ ჯულიას შემთხვევაში ვინაიდან ჩვენ ამ კლასში არ გადაგვიწერია introduce-ი, წავა და წამოიღებს მშობლის introduce, ანუ მშობლის introduce გამოიძახებს. ეს იქნება სხვაობა. ეხლა ეს რო გავუშვათ ჩვენ, მაგას ჩვენითაც დავინახოთ. როგორც ხედავთ, ესეთი რაღაცა სხვაობა მივიღეთ. გაქვთ კითხვა? ანუ შვილობილ კლასში ჩადის, ნახავს თუ არის, თუ არ არის ბედა კლასში, გეოსტრატოს. ანუ რეალურად, ხო, რეალურად ეძებს უახლოეს ადგილს, სადაც ეს იყო დაoverride-ებული. თუ არსად არ იყო, მაშინ მშობლიდან იღებს პირდაპირ. ანუ უახლოეს ეძებს მშობელს, სადაც ეს არის. კარგი, ესეც გვაქვს, მოკლედ. აი ხა შვილობილი კლასის ფუნქციაში რომ არგუმენტი ჩავმატებთ, რან შეიძლება? ან თუ როგორ? გაგჭირდეს. შვილობილში? შვილობილი კლასის ფუნქციას რო არგუმენტი ქონდეს. ნახე. მაშინ უკვე override ვერ იქნება. იმიტომ რომ ხო, ნახე რაშია საქმე, ჩვენ თუ ვამბობთ რომ მშობლის ფუნქციის ქცევა უნდა გადავწეროთ, მაშინ უნდა გავიმეოროთ ერთ-ერთში მშობლის ფუნქციის როგორც გამოიყურება მშობლის ფუნქცია, რო არის როგორი პარამეტრებიც აქვს, ზუსტად იგივე პარამეტრები უნდა ქონდეს, იგივე სახელი უნდა ქონდეს. იმიტომ რომ ეხლა მშობელში სხვანაირი იყო და აქეთ შვილში სხვანაირი იქნება, მაშინ გამოდის რომ მშობლის ფუნქციას კი არ ვწერ თავიდან, მაშინ გამოდის რომ ახალს ვაკეთებ. ეგეთი მომენტია რა აქ. ამიტომ თუ მომობთ რომ გადაწერა გვინდა, პარამეტრებიც და სახელიც უნდა იყოს მსგავსი. ჩვენ როგორ შეგვიძლია გავაკეთო, იცით? აი აქ ბარემ თუ ამაზე წავიდა საუბარი, ფუნქციების overloading-ზე ვიტყვი რომ შეგიძლიათ შექმნათ ფუნქციები ერთნაირი სახელით.
ეს ახლა როგორ მუშაობს, ანუ რეალურად მე რო ავდგე და ბოიში შევქმნა კიდევ ერთი ფუნქცია სახელით introduce მე მიწითლებს იმ მიზეზით, რომ რეალურად მაქვს ორი ფუნქცია, რომელსაც აქვს ერთნაირი სახელი და მე რომ ამ ფუნქციებს დავუძახო, ვერ მიხვდება რომელი, ანუ რანაირად უნდა მიხდეს, რომელი მინდა რა კონკრეტული. მაგრამ შენ შეგიძლია ისე გააკეთო მაგალითად ამ შემთხვევაში, რომ თუ მაინც დაგჭირდა, გექნება ორი ვარიანტი რა. ერთი გექნება ჩვეულებრივი დაუერრაიდებული მშობლის და მეორე გექნება შენი მაგალითად name-ი ჩაეწოდება ან რაღაცა მაგალითად hobby ჩაეწოდება string-ად. ეს არის overloading. ანუ ეხლა რა მოხდა ნახეთ? უკვე ფუნქცია არის განსხვავებული. რატო? იმიტომ რომ სახელები კი ერთნაირია, მაგრამ პარამეტრები ჩაეწოდებათ სხვადასხვა. ანუ ერთის შემთხვევაში პარამეტრები არ გვაქვს. მეორეს შემთხვევაში ჩაეწოდება პარამეტრი hobby. და შესაბამისად გამოვა როგორი რაღაცა რომ მე აქ შემიძლია უთხრა რომ my hobby is და რაც hobby-ში ჩამოვა მაგას ვიზამ რა. ეხლა უკვე მე ლუკაზე რო დაუძახო introduce. ნახე, ორი introduce მიჩანს. ერთი არის ცარიელი, მეორე არის რომელსაც ჩაეწოდება პარამეტრად hobby. ანუ უკვე ანსხოვებს ამ ფუნქციებს, იმიტომ რომ ხედავს რომ ერთს რაღაცა პარამეტრი ჩაეწოდება, მეორე ცარიელია და შესაბამისად თუ მე პარამეტრს ჩავაწოდებ strings, გამოიძახებს იმას, რომელსაც პარამეტრი ჩაეწოდება, თუ მე პარამეტრს არ ჩავაწოდებ, იმას გამოიძახებს, რომელსაც პარამეტრი არ ჩაეწოდება, ანუ რომელიც არის ცარიელი. ეს არის ესეთ რაღაცა შეგვიძლია გავაკეთოთ, ამას ქვია ფუნქციების overload-ი. ანუ არა, overload-ის არ ჭირდება უკვე ამას დაწერა. მაგას უკვე თვითონ ხდება. ასე რომ ხო, შეგვიძლია ეს რაღაც გავაკეთოთ, აი დაჟე რომ დავინახოთ, მოდი ერთი გამოიძახოთ ჩვეულებრივი introduce და მეორე გამოიძახოთ მაგალითად და მივიღებთ ესეთ რაღაცას რა. პირველ შემთხვევაში ცარიელი introduce-ში, ანუ ცარიელშიაც გვეწერა ის გამოიძახა, იმიტომ რომ პარამეტრი არ ჩაგვიწოდებია და დაჟე ნახეთ, კონტროლით რო დააჭიროთ თქვენ ამ introduce ან command-ით მაგის შემთხვევაში, გადაგიყვანთ ამ ფუნქციაზე. მაგრამ მე რომ ამას დავაჭირო, გადამიყვანს უკვე ამაზე, იმიტომ რომ აი ხდება რა, რომელი ერთში პარამეტრი ჩავაწოდე, მეორეში არ ჩავაწოდე და ანსხოვებს რა ერთმანეთში. ასე რომ ესეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ფუნქციებისთვის ერთნაირი სახელები გქონდეთ. კარგი, ეს ნაწილი გავიგეთ, ანუ ეს მემკვიდრეობა, პოლიმორფიზმი და ინკაპსულაცია. და მაშინ გადავიდეთ აბსტრაქციაზე, იმიტომ რომ მაინც გამოვუყოფ ამ თემას და აბსტრაქციაზე ერთ რაღაცას კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ აბსტრაქციას და პოლიმორფიზმს აერთიანებენ და აი ხარ აბსტრაქციაზე გადავალთ, შეიძლება თქვენთაც მიხვდეთ რატომაც. იმიტომ რომ რეალურად ძალიან გავს ერთმანეთს რა. პოლიმორფიზმი კიდე ერთხელ შეგახსენებთ, რომ იყო მშობელი კლასის ქცევის შეცვლა მემკვიდრე კლასში რა. ნუ იქ სხვა პროგრამულ ენებში ამას სხვადასხვანაირად ხსნიან ხოლმე, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მოდი ესე იყოს და ეხლა გადავიდეთ აბსტრაქციაზე. რა არის აბსტრაქცია უშუალოდ რა? მოდი როგორ ვქნათ, იცი ცოტა ცვლილებებს გავაკეთებ და იმისთვის რომ უკეთ გავიდოთ ეს ყველაფერი ნულიდან დავწერ რაღაცეებს. შესვენება ხო არ გინდათ ცოტა და მე გადავიდეთ აბსტრაქციაზე? აი მაშინ შევისვენოთ ცოტა ხანი. კოდს დავაბრუნებ თუ იმას გადავიდე რა გინდა.
Okay.
გავგრძელოთ. მოდი გადავიდეთ მაშინ ახლა აბსტრაქციაზე და ვნახოთ აბსტრაქციაზე რა ხდება და რა არის ეს აბსტრაქცია, ხო, რეალურად. მოკლედ, ჩვენ გქონდა human class-ი და ამ human class გავუკეთეთ ორი შვილობილი კლასი boy და girl რა. მაგრამ არსებობს კიდე როგორი რაღაც, ანუ მოდი ჯერ იმას ვთქვი, რომ ეს introduce-ი, ხო? მე თუ მინდა გადავწერ შვილობილ კლასში, თუ მინდა არ გადავწერ შვილობილ კლასში რა, თუ არ გადავწერ, მაშინ მშობლის ფუნქციას წამოიღებს და მშობლის ფუნქციას გააქტიურებს. მაგრამ დავუშვათ და მე მინდა რომ ყველაფერი ვაფშე რაც, ანუ მე დავუშვათ მინდა რომ დავაძალო შვილობილ კლასს, რომ იცი რა, მე მშობელში მაქვს introduce ფუნქცია და გინდა თუ არ გინდა, მაინც ყველა ვარიანტში ეს ფუნქცია უნდა გადამიწერო რა. აი აქ უკვე შემოდის როლში აბსტრაქცია. და ეს როგორ მუშაობს, რომ კლასი ჩემი human-ი შემიძლია open class-ის მაგივრად გადავაქციო აბსტრაქტულ კლასად რა. ესეთი keyword-ი არის. კლასს როცა ქმნის, შეგვიძლია შექმნა როგორც აბსტრაქტული. და ეხლა ეს აბსტრაქტული კლასი რას ნიშნავს, რომ რეალურად ეს აბსტრაქტული კლასი არის ზუსტად იგივენაირი კლასი, როგორც არის ჩვეულებრივი კლასი. ოღონდ განსხვავდება რითი, რომ პირველი აბსტრაქტული კლასის ობიექტის შექმნა ესე პირდაპირ არ შეიძლება როგორც ჩვენ ვიცით, ანუ მე არ შემიძლია ეხლა ავდგე და მაგალითად გავაკეთო ცვლადი და უთხრა რომ შენ ხარ human-ის ტოლი რა, ანუ human-ზე აქ რო გავხსნა ფრჩხილები და აქ რაც არ უნდა ჩავწერო, ხო? მე მაინც მიწითლებს ამას, იმიტომ რომ ეს არის აბსტრაქტული კლასი. ეს რო აბსტრაქტული არ იყოს, ამის შექმნის უფლება ესე პირდაპირ მაქვს, ხო? აქ მესამე რა ჩაეწოდებოდა, ამისამე არ ჩაეწოდება არაფერი, ხო? აბსტრაქტული რო არ იყოს, მე ამას კი შევქმნი, მაგრამ ნახე, როგორც კი ეს აბსტრაქტული ხდება, მე უკვე ეს მიწითლებს, იმიტომ რომ აბსტრაქტული კლასის ესე პირდაპირ შექმნა არ შეიძლება. ეხლა ეს ერთი, მეორე კიდე რა განსხვავება აქვს აბსტრაქტულ კლასს. მოდი boy-ში მოვშალოთ ეს ტიპები, რომ უფრო კარგად დავინახოთ ეს მომენტი. ანუ იქ ხო იყო ესეთი რაღაც მომენტი, რომ შემეძლო გადამეწერა, შვილობილ კლასში შემეძლო არ გადამეწერა. ეხლა მე რო ეს აბსტრაქტული მაქვს კლასი, აბსტრაქტულ კლასში შემიძლია მქონდეს აბსტრაქტული ფუნქციები. ანუ ეს აბსტრაქტული ფუნქცია რა შვება? მე შემიძლია introduce გადავაქციო აბსტრაქტულ ფუნქციად, როგორც ის კლასი გადავაქციეთ აბსტრაქტულ კლასად. ეხლა აქ რატომ მიწითლებს? იმიტომ მიწითლებს, რომ აბსტრაქტულ ფუნქციებს არ შეიძლება რომ ქონდეთ ტანი. ანუ ეს არ უნდა ქონდეთ აბსტრაქტულ ფუნქციებს რა, ეს უნდა მოვშალოთ. აბსტრაქტული ფუნქცია როგორც წესი გამოიყურება ესე. ანუ აბსტრაქტული ფუნქცია არის როგორც წესი უბრალოდ აღწერილობა ფუნქციის, ანუ სახელს ვამბობთ და ვამბობთ პარამეტრებში რა ჩაეწოდება. ხო? მოდი ჩვენ შემთხვევაში პარამეტრებზეც რომ ვნახოთ, ის hobby რომელიც გქონდა ბოლოს, რომელიც ჩავაწოდოთ, აქაც გავთვალოთ ეგ hobby. რომელიც არის ესეთნაირად string-ი არის რა. ესე გამოიყურება მოკლედ აბსტრაქტული ფუნქცია, ანუ არის უბრალოდ ფუნქციის ჩანახაზი, ანუ ვამბობთ რომ ამ ფუნქციას ქვია introduce და პარამეტრად ჩაეწოდება hobby, რომლის ტიპიც არის string-ი. და ვამბობთ რომ ეს ფუნქცია არის აბსტრაქტული. ეხლა რას ნიშნავს ეს? როგორც ხედავთ, მე როგორც კი ეს ფუნქცია აბსტრაქტულად გადავაქციე, boy-ზე და girl-ზე გამიწითლა. რატო გამიწითლა ეხლა boy-ზე და girl-ზე? იმიტომ რომ მე ამ აბსტრაქტულობით ვაძალებ boy-საც და girl-საც, რომ იცი რა, უეჭველი ეს introduce ფუნქცია თქვენთან უნდა და ანუ რეალიზაცია უნდა გავუკეთოთ ამას უეჭველი თქვენთან თქო რა. თუ იქ open class-თან მე მქონდა optional-ად ეგ რომ აი თუ მინდა გადავწერ, თუ მინდა არ გადავწერ, უკვე რომ ეს აბსტრაქტული გახდა, მე ეს მაძალებს რომ იცი რა, გინდა არ გინდა შენ ეს უეჭველი უნდა გადაწერო. ეხლა ეს როგორ გავაკეთოთ? Windows-ზე ზუსტად არ მახსოვს როგორ ამგონი command enter-ით იყო თუ alt enter-ით. Mac-ზე არის command enter-ით რა. alt enter-ი ხო? alt enter-ით არის Windows-ზე, Mac-ზე არის command-ი და enter-ი რა. რო დააწვევით, ანუ ამაზე რო დადგებით და დააწვევით მაგ კომბინაციას, კი არა და option enter-ი შემეშალა ბოდიში Mac-ზე, option enter-ს რო დააწვევით, აქ გვიგდებს ესეთ implement members-ის, ანუ menus გვიგდებს და აქ არის implement members რა. ამას რო დააწვევით, აქ მე ჩამონათვალში მაქვს ყველა ის ფუნქცია, რომელიც შემიძლია გადავწერო და აი როგორც ხედავთ, აქ მე მიგდებს introduce ფუნქციას რა.
მე შემიძლია OK დავაწეროთ და დავაჭირო OK-ს და ანუ აქვე ავტომატურად ამ ფუნქციას გადამიწერს. თუ სხვათა შორის იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ უბრალოდ open ფუნქციის შემთხვევაში ისე გავაკეთოთ, რომ ავტომატურად დააგენერიროს. ნუ შეგვიძლია რა თქმა უნდა ხელითაც შემოვიდეთ და როგორც მაშინ ხელით გადავწერეთ introduce ფუნქცია, ეხაც ხელით შეგვიძლია ვთქვათ, რომ introduce დავწერთ და აი აქაც დაჟე გთავაზობს რა, ეგეთ რაღაცა ჩვენ ხო ვიცით რომ introduce ქვია რა, რო შენ introduce დაწერო, აქვე გთავაზობს რაღაცა override fan introduce, ამაზე რომ enter-ს დავარყათ, აი ესეც შეგვიძლია რომ მარტივად ეს ფუნქცია გამოვიჩინოს. overloading-ის გაკეთება შეგიძლია აბსტრაქციის დროს. და რა ხდება? ეხლა უკვე სიწითლეები მოიხსნა, იმიტომ რომ ქონდა აბსტრაქტული ფუნქცია მშობელში და ყველა შვილობილ კლასში ეს აბსტრაქტული ფუნქცია მოკლედ დაoverride-ეთ რა. ანუ ყველანაირი სიწითლე მოიხსნა. ეხლა რატო არის აუცილებელი ამის დაoverride-ება მშობელში, ის კი არა შვილში? იმიტომ რომ აბსტრაქტულ ფუნქციას ჩვენ როგორც თქვით, ტანი არ აქვს. ხო? ანუ ტანი არ აქვს და საქმე იმაში რომ ფუნქცია ტანის გარეშე არ შეიძლება რომ იყოს, ანუ ფუნქციამ უეჭველი რაღაცა უნდა შეასრულოს რა და ჩვენ როდესაც შვილს ვეუბნებით რომ human-ის მშობელი, human-ის შვილია როცა ვეუბნებით რა, აი ამ boys და girls. Human-ში ხო გვაქვს ჩვენ რაღაცა ფუნქცია introduce, რომელსაც იმპლემენტაცია არ აქვს და შესაბამისად თუ იმპლემენტაცია არ აქვს ამ ფუნქციას, მე რომ აი ამ კლასის ობიექტებზე introduce-ს გამოვიძახებ, რას გააკეთებს? რა უნდა გააკეთოს? ხო, ვერაფერს ვერ გააკეთებს. ამიტომ აბსტრაქტულობის დროს მოთხოვნა გვაქვს ეგეთი რაღაცა, რომ შვილ კლასებში აუცილებლად უნდა იყოს ეგ გადაწერილი. და ამ შემთხვევაში გავაკეთებთ ისე, რომ ეს იქნება რომ მე მიყვარს რაღაცა ხო bio bla 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 და ერთი შემთხვევაში იყოს რომ I am a boy და მეორეს შემთხვევაში იყოს რომ I am a girl. ასეთი რაღაცა. ხო? და ეხლა ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ უბრალოდ ინტერესებიც უნდა ჩავაწოდოთ, იმიტომ რომ აქ ინტერესიც ქონდა, ნუ აბსტრაქტულ ფუნქციაში გავთვალეთ, რომ introduce აქვს hobby და შესაბამისად შვილობილებშიც რო ეს introduce-ი გადავწერეთ, აქაც ეს hobby მოგვივიდა და ეს hobby ხა უნდა გამოვიყენოთ რაღაცნაირად, მოვიფიქროთ და აქ ჩავსვით რაღაცა და აქაც ჩავაწოდოთ მაგალითად swimming და მაგალითად airsoft-ზე ევასება სიარული. ამას. აუ გავუშვათ ეს რაღაცა მივიღეთ მოკლედ რა. და აქაც იგივე პრინციპია, რომ ვინაიდან human-ის შვილია ორივე რაღაცა სადღაც ფუნქციაში რომ მე human-ი მოვითხოვო, როგორც მაშინ მქონდა, აქაც შეგვიძლია boys ჩავაწოდოთ და girl-იც ჩავაწოდოთ, იმიტომ რომ ორივე რეალურად მოდის human-იდან. ეს არის აბსტრაქცია, ну ეს არის ერთადერთი რაღაცა, რითიც ეს აბსტრაქტული კლასი განსხვავდება. კი ბატონო. შეგვიძლია ასევე ცვლადით შევქმნათ აბსტრაქტული. ანუ თუ გვინდა რომ ფუნქცია ხო ქონდა ეს აბსტრაქტული, შეგვიძლია ცვლადით გავაკეთოთ აბსტრაქტული, გავაკეთოთ ეს რაღაცა, რომ აქვს აბსტრაქტული ცვლად რაღაც მეთოდი, რომელიც არის დაუშვათ hobby string. ესე რომ გაგვეკეთებინა, ნახე, ისევ გამიწითლა აქ. რატო? იმიტომ რომ კიდე ერთი აბსტრაქტული რაღაც დავამატე მშობელში, ჩვენ შემთხვევაში თუ წინათ იყო ფუნქცია, ეხლა დავამატე აბსტრაქტული field-ი, ანუ რაღაც აბსტრაქტული property, რომელიც არის hobby და უკვე მთხოვს, რომ boy-ში და girl-ში ეს დავაიმპლემენტირო. აქ უკვე იმპლემენტაციის ორი გზა არის. ერთი არის რომ ნახე, implement as constructor parameter და მეორე არის implement member. Members რო დავაჭიროთ, ამას დამიმატებს აი აქ როგორც fields, ну ეს get-ი ეხა არ გვინდა ამ ეტაპზე. პირდაპირ აქ შეგვიძლია მივანიჭოთ რაღაცა მნიშვნელობა. და მეორე ვარიანტი არის, რომ შეგვიძლია როგორც კონსტრუქტორში ისე ჩავამატოთ და ესეთ შემთხვევაში როგორც ხედავთ, კონსტრუქტორში დამიმატა, ნახე override valid დამიმატა პირდაპირ კონსტრუქტორში. და აქაც ესეთნაირადაც შეგვიძლია რომ გადავწეროთ. ხო? ну აქაც ახლა ეს როგორც member-ი ისე დავამატოთ და როგორც ხედავთ, მოკლედ ესეთნაირადაც ეს რო გავაკეთეთ, მოკლედ უკვე ისევ სიცითლე მოიხსნა და ეს hobby რა საკვირველია შეგვიძლია მე რომ ობიექტიდან დავითრიოთ. ესეთნაირად და გამოვიყენოთ. ეს არის სულ აბსტრაქციის მუღამი. აბსტრაქციაზე მივხვდით რისთვისაც არის და რა საკეთებს. ისე არც შემთხვევაში არ გამოვიყოთ ალიო კოდის ფუნქციას. აი ერთი ფუნქცია მოძრაო დააბადო მეორე და მეორეს როგორ ეს არის.
როგორ? ამაში? ხო. და მეორე რო კონდეს, ოღონდ მეორეს რო კონდეს და. შენ ამბობ რომ აი ამავე სტრუქტურით შევქნა კიდე ერთი? არა, თუნდაც სხვანაირი იყოს. სხვანაირი რო იყოს მაგალითად introduce 2 და ვარქვათ ტანის გარეშე ვერ იზამ. ანუ ფუნქციას უეჭველი ტანი აქვს რაღაც რა. უნდა კონდეს. თუ აბსტრაქტული არა, მაგრამ თუ აბსტრაქტულია, მაშინ ეს მოგხოს რომ ეს ტანი გაუკეთო უკვე ქვედ კლასებში. შვილობილებში. ხო, ეგ მაინტერესებს, ანუ მას აბსტრაქტულად შეიძლება აბსტრაქტ ფუნქციას კონდეს და ჩვეულებრივი ფუნქციას. კი, გასაკვირველია. ოღონდ ესეთ შემთხვევაში, ნუ თუ ჩვეულებრივი ფუნქცია, ტანი უნდა კონდეს უეჭველი. ანუ ჩვეულებრივი კლასია, როგორც განვიხილეთ, უბრალოდ გვემატება იმის შესაძლებლობა, რომ აბსტრაქტული პროპერტები და აბსტრაქტული მეთოდები შეგვიძლია დავამატოთ. აი, ჩვეულებრივ კლასში მაგალითად აქ არა აბსტრაქტულ კლასში შენ აბსტრაქტულ ფუნქციას ვერ დაამატებ. ესეთ რაღაცას ვერ იზამ, იმიტომ რომ აბსტრაქტზე გიწითლებს იმ მიზნით, რომ ანუ ბოიო, შენი კლასი ბოი, რომელშიც ამ აბსტრაქტულ ფუნქციას აკეთებო, არ არისო აბსტრაქტულიო რა. ანუ არა აბსტრაქტულ კლასში აბსტრაქტული ფუნქციები და პროპერტები ვერ გვექნება. შვილობილის თუ აბსტრაქტულია კი ბატონო. კარგი, ეს გასაგებია და აბსტრაქციისთვის კიდევ, ანუ აბსტრაქტული კლასის გარდა, კიდევ გვაქვს ინტერფეისები. და მინდა რომ ინტერფეისზეც მოგახსენოთ. და ხო, აი აბსტრაქტულ კლასებსაც შეეხება მეგობრებო, ნახეთ, ზოგადად კლასებს და მემკვიდრეობას. კლას შეიძლება ყავდეს მხოლოდ ერთი მშობელი კლასი. ანუ ხო გქიხა human-ი, მე რო კიდე რაღაც სხვა კლასი მქონდეს აქ. open class example კლასი იყოს რაღაცა, მე ამ კლასის შვილადაც ვერ გავხდი ჩემს კლასს. ანუ ორი კლასი მშობელი ერთ კლასს ვერ ეყოლება. კლასს აქვს ერთი მშობელი. ანუ გვაქვს boy არის human-ის შვილი. всё, კიდე იქ example-ის შვილი ვერ იქნება, მაგრამ შეგვიძლია human-ი მოვშალოთ და მარტო example-ი დავტოვოთ, ეგეთ შემთხვევაში აი აქ უკვე სიცითლე მოიხსნა, ნუ აქ ხა იმიტოა სიცითლე, რომ example-ში ეს ტიპები არ გვაქვს და მაგით უგვიცითლებს, მაგრამ თვითონ აქ მემკვიდრეობის ზონაზე სიცითლე მოიხსნა, იმიტომ რომ ერთი მშობელი ყავს და უკვე შესრულდა პირობა. მაგრამ დაუშვათ და მე მჭირდება კიდე რაღაცა გავაკეთო რა, მაგრამ მოდი ამას ცოტა სხვანაირად დავხსნე რა, კიდე რაღაცის გაკეთება ცოტა ისეთი იქნება, გაართულებს მაგას. გავაკეთოთ როგორი რაღაცა, მოდი გქონდეს კლასები, დავივიწყოთ ხა ეს აბსტრაქტული კლასი და ახალი ტიპი შემოვიტანოთ. მოკლედ, გვაქვს ორი კლასი რა. არის კლასი bird და არის კლასი dog. ორივეს მინდა რომ ჰქონდეს მოძრაობის ფუნქცია რა. ერთი ვარიანტი, მაგრამ ორივე ხო არის რაღაცა ორივე არის რაღაცა მოძრავი ტიპი, ხო? შეგვიძლია ესენი გავხადოთ რაღაცა ერთი რაღაც სხვა ტიპის შვილებად. რა? ეს ტიპი იქნება რაღაცა movable, ანუ რაღაცა მოძრავი ტიპი, სადაც ჩვენ აღვწერთ აი ამ მოძრაობის ლოგიკას რა. ერთი ვარიანტი რა იქნებოდა, რომ მქონდეს აბსტრაქტული კლასი, რომელსაც ექნება ფუნქცია move და შემდეგ მოდი აბსტრაქტული კლასის მაგალითზე განვიხილოთ, ეგ jobs move. რაღაცა კლასი იქნება movable, რომელსაც ექნება აბსტრაქტული ფუნქცია move და გამოდის როგორი რაღაც, რომ მე ამ bird-საც და dog-საც ამ movable-ის შვილად ვაქცევ. რითიც მე ვამბობ, რომ ამ ორივე კლასს ექნება მოძრაობის ფუნქცია. ანუ მე ფაქტობრივად ამით ვაძალებ ჩემს შვილობილ კლასებს, რომ ის რა გინდა არ გინდათ ეს move ფუნქცია უეჭველი უნდა გადაწეროთ, თქო რა. ერთი ექნება, ერთსაც გადაუწეროთ და მეორესაც გადაუწეროთ. ეს ერთი იქნებოდა აბსტრაქტული კლასის შემთხვევაში, მაგრამ აბსტრაქტული კლასის გარდა კიდევ გვაქვს ინტერფეისები, ხო? ანუ მე შემიძლია აბსტრაქტული კლასის მაგივრად გავაკეთო ინტერფეისი, interface movable. და ეხლა რა ხდება? პირველ რიგში ინტერფეისის იმპლემენტაციას როცა ვაკეთებ შვილში, ინტერფეისს აქ ფრჩხილები არ ჭრდება. ეს ერთი. მეორე ის, რომ როცა ინტერფეისში ფუნქციას ქმნი, ყველა ფუნქცია ინტერფეისში by default, ანუ სტანდარტულად მოიაზრება როგორც აბსტრაქტული. ანუ შენ არ ჭირდება რა აბსტრაქტ და რაღაცები წერო, პირდაპირ წერ function move.
და ეგეთ საკმარისი, ანუ სტანდარტულად ინტერფეისში აღწერილი ფუნქცია უკვე მოიაზრება როგორც აბსტრაქტული ჩანაწერი ხო გათიშულა. როგორც აბსტრაქტული, შესაბამისად მე უკვე შვილობილებში ისევ როგორც აბსტრაქტული კლასის შემთხვევაში აქაც მთხოვს რომ ეს გადავწერო. ანუ ქცევა იგივე დარჩა რა, როგორც აბსტრაქტული კლასის შემთხვევაში იქცევა და ახლაც იგივენაირად იქცევა. მაგრამ ეხა ინტერფეისსა და ანუ აბსტრაქტულ კლასს შორის რა განსხვავებაა რა? პირველ რიგში ის რომ ინტერფეისი ბევრად უფრო მსუბუქი ტიპია და თუ გჭირდება რომ უბრალოდ რაღაცა ქცევა აღწეროთ და გვინდა რომ უბრალოდ შვილებს დავაძალოთ რაღაცის იმპლემენტაცია და ასე შემდეგ, შეგვიძლია ინტერფეისი გამოვიყენოთ თუ რაღაცა რთული ლოგიკა არ გვინდა რომ შიგნით გქონდეს რა. თუ რაღაცა კლასში აქ მაგალითად ხა ალგორითმებს და რაღაცა states ვერ შევინახავთ ვერაფერს რა, ანუ ყოველთვის გვექნება ან ფუნქციები აბსტრაქტული ჩამოთვლილი ინტერფეისში, ან აბსტრაქტული პროპერტები რა, ანუ რაღაცა ლოგიკას ვერ ავაწყობთ ინტერფეისში. ინტერფეისი გამოიყენება ზოგადად ქცევის ასაღწერად, მეტი ვერაფრისთვის. ამიტომ თუ ესეთი кейსი გვაქვს, რომ გვინდა უბრალოდ ქცევა აღწეროთ რაღაცა ტიპის, მაგალითად აი ჩვენ შემთხვევაში გვაქვს movable ინტერფეისი, რომელსაც აქვს ფუნქცია move და გვინდა რომ ყველა კლასში ეს ფუნქცია გამოვიყენოთ, ხო, ანუ უბრალოდ ყველა კლასი გავხადეთ ამ movable-ის შვილად, სადაც მოგვიწია ამ move-ის გადაწერა. ესეთ შემთხვევაში შეგვიძლია ინტერფეისი გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ინტერფეისი უფრო მსუბუქი ტიპია და ტყუილად რო არ დავხარჯოთ მოკლედ მოწყობილობის რესურსები. ეს ერთი და მეორე ის რომ კლასისგან განსხვავებით ინტერფეისი იმპლემენტაცია შეგვიძლია გავაკეთოთ რამდენისაც გვინდა. ანუ ინტერფეისის შემთხვევაში შეზღუდულები არ ვართ. ანუ შეგვიძლია კიდე ერთი ინტერფეისი გავაკეთოთ. ინტერფეის მაგალითად რავი რაღაცა ინტერფეისი იყოს, რომელსაც აქვს introduce და აქვს კიდე test რაღაცა ფუნქცია, რავი, არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ movable-ისგან განსხვავებით მე უკვე შემიძლია კლასისგან განსხვავებით ინტერფეისი შემიძლია რამდენიც ჩემს rules გავუხარდება, იმდენი გამოვიყენო. აი, ესეც შემიძლია დავამატო, უკვე აქ მიცლებს, იმიტომ რომ ნახე, movable-ს რაც ქონდა, ეგ უკვე გამოვიყენეთ, მაგრამ მე რო ეხლა ეს რაღაცაც დავამატე, აქ რაღაცა ინტერფეისი. ამას ხო კიდე თავისი ორი ფუნქცია აქვს. მაგის გადაწერასაც თხოვს რა. ესეთნაირად, ანუ ყველანაირი სიცოცხლე მოიხსნა, ანუ შეგვიძლია ინტერფეისში, მოკლედ შეზღუდულები არ ვართ, შეგვიძლია რამდენი ინტერფეისიც დაგჭირდება და რამდენიც კლასს დაჭირდება, იმდენი ინტერფეისი გამოვიყენოთ. ესეთი ნიუანსია მოკლედ აქ. და რა თქმა უნდა, რასაკვირველია, კლასით შეგვიძლია აქ დავამატოთ იდეაში class animal რო ქონდეს და კლასიც რა თქმა უნდა აქ შეგვიძლია დავამატოთ animal ესეთნაირად. ოღონდ საქმე რაშია, რომ იდეაში animal-ი open-ი უნდა იყოს, ხო? საქმე იმაშია, რომ ნუ კლასი ყოველთვის ერთი იქნება, ანუ კიდე მეორეს კლასს ვერ მიუწერთ, ანუ კლასი ყოველთვის მშობელი არის ერთი. მაგრამ ინტერფეისები რამდენიც გვინდა. ინტერფეისებში შეზღუდულები არ ვართ. ესეთი მოკლედ ნიუანსი ეს იყო აბსტრაქციის ნაწილში, რაც ვისაუბრეთ, მოკლედ რო ვთქვათ რა. კიდევ ერთი ნიუანსი მეგობრებო, ეს რაღაცა მოვაშოროთ და მარტო movable-ზე კონცენტრირდეთ, ეხლა რომ ძალიან არ გავართულოთ რაღაცები. ხო, მოკლედ. კიდევ ერთი ნიუანსი, მოკლედ, რაც ინტერფეისს აქვს აბსტრაქტული კლასისგან განსხვავებით. ეს ისაა, რომ ჩვენ ინტერფეისში შექმნილ ფუნქციებს შეგვიძლია სტანდარტულად გავუკეთოთ ტანი. რაც აბსტრაქტულში არ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ანუ აბსტრაქტულ კლასში ჩვენ თუ გვაქვს ფუნქცია აბსტრაქტული ფუნქციას აბსტრაქტულ ან ტანს ვერ გავუწერ. მაგრამ აქ შეგვიძლია რომ ისე გავაკეთოთ, რომ დავუშვათ სტანდარტულად აკეთებდეს რაღაცას. და თუ მე მინდა გადავწერ ამას აქ თუ არ მინდა არ გადავწერო, რომ მომინდეს აი moves დაუძახებ და შემიძლია გადავწერო მშობელში. ნუ იდეაში ანალოგი შეგიძლიათ გააკეთოთ აბსტრაქტულში, უბრალოდ ეგ მანდ open-ი უნდა გახადო, ცალკე ფუნქცია უნდა შექმნა, ეგ open-ი უნდა გახადო და ეგ open ფუნქცია მე შეგიძლია რომ იქ გამოიყენო რა, გადაწერო. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ეს მარტივად ხდება ინტერფეისის შემთხვევაში, თუ გინდა დაუწერ ტანს, თუ გინდა არ დაუწერ ტანს, ესეთ შემთხვევაში სტანდარტული აბსტრაქტული ფუნქცია იქნება, თუ ტანს გავუწერ open ფუნქციის როლს შეითავსებს და შეგვიძლია რომ თუ როცა მოგვინდება მაშინ გადავწერთ, როცა არ მოგვინდება არ გადავწერთ და ასე შემდეგ. ეს იყო აბსტრაქციის ნაწილში. და ხო, რასაკვირველია, როგორც კლასზე იყო, თუ მე პარამეტრად აიტაჟე რომ ცადოთ ეს. შევქნათ bird და შევქნათ doggy, ხო მგონი, ხო? კი doggy. პირველ რიგში ორივეს გავუკეთოთ movie.
და ორივეს move-ში ერთს ექნება birds ექნება რომ I am flying და dogs ექნება I am running ან რაღაცა ეგეთი. ან I'm walking. საქმე რაშია რომ მე რო ფუნქცია მქონდეს რაღაცა move animal ფუნქცია რომ მქონდეს აქაც როგორც კლასის შემთხვევაში იყო აქ შემიძლია movable ჩავაწოდო და ამას გავუკეთოს რაღაცა რომ animal წერტილი move გამოვიძახო. ეხლა რა მოხდება ნახე რომ მე move animal-ში შემიძლია ლუკაჩიტია და ჯულია ძაღლი იყოს კარჩე რა. ესე იგი შემიძლია move animal-ში ლუკაც ჩავაწოდო და ჯულიაც ჩავაწოდო რა. ანუ იმიტომ რომ move animal-ში მე რას ვითხოვ movables რა. ანუ ეს animal-ს უდისახელია movables, მოდი movable იყოს. ესეთნაირად. შემიძლია move animal-ში ერთიც ჩავაწოდო და მეორეც რატო? იმიტომ რომ აქ მე პარამეტრად ვითხოვ movables და ჩვენ როგორც ვიცით bird-იც და dog-იც ორივე არის movable. შესაბამისად ვინაიდან ორივე movables აიმპლემენტირებს, შეგვიძლია რომ ერთის და მეორეც ჩავაწოდოთ აქ bird და dog. dog. კარგი, ეს იყო აბსტრაქცია და ამიტომაც ამსგავსებენ აბსტრაქციას და აერთიანებენ აბსტრაქციას და პოლიმორფიზმს, იმიტომ რომ რეალურად არც იგივეა, უბრალოდ აბსტრაქციის შემთხვევაში აბსტრაქცია უფრო არის რაღაც იმპლემენტაციას ვაძალებთ, ფაქტობრივად რომ აი უეჭველი იმპლემენტაცია უნდა მოხდეს და აბსტრაქცია უფრო ასრულებს იმის როლს, რომ რაღაცა აღვწეროთ, რაღაც ქცევა აღვწეროთ, ანუ კონკრეტულად, როცა აბსტრაქტულ კლასს ვაკეთებთ ან ინტერფეისს კონკრეტულად არ ვამბობთ არასდროს რა ხდება ხოლმე რა. კლასში, არის ხოლმე кейსები რომ ვაკეთებთ მაგას, მაგრამ ინტერფეისი რო განვიხილოთ მარტო და ძირითადად უფრო ალბათ ინტერფეისებს ვიყენებთ ვიდრე აბსტრაქტულ კლასებს, აი უფრო რაოდენობრივად პროექტებში რო შეიხედოთ, აი ინტერფეისები მეტი დაგვხდებათ ვიდრე აბსტრაქტული კლასები. მუღამი მაგის იმისაა, რომ ერთ წერტილში აღვწერთ ქცევას, ანუ ვამბობთ რომ უნდა იყოს ტიპი, რომელსაც შეიძლება მოძრაობა, ხტუნვა, ლაპარაკი, მაგრამ არ ვაკონკრეტებთ ეს როგორ შეუძლია და მე უკვე კონკრეტულ კლასებში ადამიანი იქნება ეს ძაღლი იქნება თუ შიტი იქნება თუ რაც იქნება იმათ უკეთებთ უკვე აი ამ ინტერფეისის ანუ აბსტრაქციის იმპლემენტაციას და იქ უკვე კონკრეტულად ვამბობთ ეს როგორ აკეთებს მაგას მე ეს როგორ აკეთებს მაგას და მე ეს როგორ აკეთებს მაგას და მუღამი ამ ყველაფრის ის არის რომ მე ვინაიდან აბსტრაქცია მაქვს პარამეტრებში შემიძლია აბსტრაქცია მოვითხოვო და შესაბამისად თუ პარამეტრში აბსტრაქციას ვითხოვ მანდ მე უკვე მიჯდება ნებისმიერი კონკრეტული ამ აბსტრაქციის იმპლემენტაცია, ანუ ძაღლიც, შიტიც, ადამიანიც და ნუ ასე შემდეგ რა, რაც არ უნდა იყოს. კარგი, ეს ნაწილი გასაგები იყო? ანუ ინტერფეისი ზოგადად აბსტრაქციის ეკუთვნის ხო? კი, აბსტრაქციას ეკუთვნის ინტერფეისი. აბსტრაქტ კლასი და ინტერფეისი მაგაში ორივე აბსტრაქციის ნაწილი არის რა, ორივე ეკუთვნის აბსტრაქციას. კი ბატონო. კიდევ, იდეაში ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება რაც იყო ყველაფერი გავიარეთ ახლა უკვე. და შეგვიძლია უშუალოდ აი Kotlin-ს რაც აქვს კიდევ რაღაც ეგეთებს გადაუვაროთ. აი მაგალითად კლასი და ინტერფეისი გავარკვიეთ ხო, მაგრამ კიდევ Kotlin-ში რაც საინტერესო მნიშვნელოვანი რაც გვაქვს არის, მაგალითად აი ობიექტი რო ავიღოთ რა. Kotlin-ში გვაქვს ესეთი ტიპი, კლასს როცა ვქნიდით, მოდი ჯერ კლასის მაგალითზე გავაკეთებ მაგას, რომ უფრო კარგად დავინახოთ ობიექტი რას აკეთებს და რა განსხვავება ობიექტსა და კლასს შორის. ანუ გვექნება კლასი მაგალითად კლასი გვექნება game რაღაც თამაშია კლასი და ამ კლასში გვექნება var მაგალითად points და სტანდარტულად ანუ გვაქვს 0 ქულა რა, ანუ გვაქვს თამაში, რომელშიც შეგინთ არის points, ანუ property და ანუ ეს points-ი შეინახოს ან რამდენი ქულა დაგროვდა რა ამ თამაში და გვექნება რაღაცა ფუნქცია, რომელიც გაზრდის ამ პოინტებს რა, მაგალითად add point, ანუ მინდა რომ ერთი ქულით მეტი მქონდეს ამ თამაშში რა, მაგალითად და ვიზამეს რაღაცას რომ points plus plus, ანუ ეს ჩემს ამ points-ში ჩამისვამს ერთით მეტ მნიშვნელობას. ეხლა რა ხდება? მე მექნება მაგალითად ორი ამ თამაშის ობიექტი რა. მექნება ერთი game პირველი და მექნება game 2. ეხლა ნახე რას ვიზამ. game 1
add points და მექნება game 2 add points და კიდევ game 2 add points და ეხლა მოდით დავპრინტოთ ესეთი რაღაცა. game 1-ში პოინტების რაოდენობა. რა დამიპრინტავს ეხლა მე ეს? რატომ? ერთხელ game-ზე მეტოც ერთხელ ვიძახებ. ხო. და ემატება ერთ თავიდან იყო 0. კი ბატონო. და ეს აქ რამდენს მივიღებ მაშინ game 2-ში? 2-ს. კი ბატონო. ანუ საქმე რაშია? საქმე იმაშია, რომ game 1 ცალკე ობიექტია. ანუ game 1-ისთვის ცალკე ობიექტი შევქმენი, game 2-ისთვის ცალკე ობიექტი შევქმენი რა. ანუ განსხვავებული ობიექტებია და მე რო add points ვაძლევ, ეს add point-ი მუშაობს იმ კონკრეტული ობიექტის ფარგლებში, ანუ მეორე ობიექტს არ ეხება რა. მე მაქვს უბრალოდ აქ ჩანახაზი, ვამბობ რომ აქ პოინტები და ფუნქცია, რომელიც ამ პოინტებს ზრდის. და როდესაც უკვე უშუალოდ ამ game-ის ობიექტს უქმნი, ეს ობიექტი არის განსხვავებული, სხვადასხვა ობიექტებია რა. შესაბამისად, game-ში, ვინაიდან სხვა game-ის ობიექტია და game 2-ში სხვა game-ის ობიექტია, მე რო პოინტებს ვზრდი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ეზრდებათ ეს პოინტები რა. შესაბამისად, მე რო ეს გავუშვა, ეხა მივიღებ პირველ შემთხვევაში 1-იანს და მეორე შემთხვევაში 2-იანს, იმიტომ რომ game 1-ში ერთხელ გავაკეთე add points-ი და game 2-ში ორჯერ გავაკეთე add points-ი, ამიტომ ორჯერ მივიღებ. ნუ აქ მე მესამეჯერაც რო დავამატო და ისე გავუშვა, უკვე მივიღებ 1-ს და 3-ს. game 2 უდრის game 1-ს რო იყოს, მაშინ მივიღებთ 4-ს. იმიტომ რომ game 1 არის რაღაცა ობიექტი, მის მისამართი გამოიყო და game 2 უყურებს იგივე მისამართს, რაზეც game 1-ზე შევქმნით ობიექტი, ამიტომ ეხა უკვე 4 იქნებოდა კი. ეხა რა ხდება რა? ეს ცალ-ცალკე ობიექტები იქნება, მაგრამ ეხ კიდე Kotlin-ში გვაქვს ესეთი რამ, ესეთი საინტერესო რაღაცა, კლასის მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ ესეთი keyword-ი, object. და ნუ ობიექტის შესაქმნელად იდეაში ფრჩხილები არ გვჭირდება ხოლმე რა. ესეთნაირად ფრჩხილების გარეშე შეგვიძლია ობიექტი გამოვიყენოთ, მაგრამ აი ეხლა რო გავუშვათ ჩვენ ეს ვიღებთ ისევ 4-ს. ეხლა ნახეთ რა ხდება, ნუ სხვა პროგრამირების ენასთან, ვისაც გქონიათ შეხება Java-სთან მაგალითად რაღაც. მან არის ესეთი ტიპი singleton pattern-ი ქვია, ანუ ჩვენ კლასს რო ვქმნით ისე ვცდილობთ ხოლმე გავაკეთოთ, რომ ერთი ამ კლასის ობიექტი იქნებოდეს ყველა ვარიანტში, ანუ არის ხოლმე კლასების ნაირსახეობა, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც გვჭირდება რომ კლასი ცვლად რო ვქმნით რაღაცას, ყველა ცვლადში რაღაცა განსხვავებული ამ კლასის ობიექტი გქონდეს, მაგრამ არის ხოლმე кейსები, გვინდა რომ ერთი კლასის ობიექტი იქნებოდეს და რამდენჯერაც მე არ უნდა შევქმნა, ერთი და იგივე მიბრუნდებოდეს ყოველთვის რა. ეხა ეს აკეთებს ზუსტად მაგას. ნუ Java-ში თუ მე მაგისთვის ჭირდებოდა ცალკე ფუნქციები მექმნა შიგნით ამ კლასის და პრივატული კონსტრუქტორი ექნებოდა და რაღაცეები და ჩემით განმესაზღვრა ეს ყველაფერი. Kotlin-ში გვაქვს წინასწარ გამზადებული ტიპი ობიექტი და ეს ობიექტი რას აკეთებს? ეხა რომ რეალურად ამ ობიექტის ასლი პროგრამაში ყოველთვის არის 1. ანუ ახალი არასდროს არ იქნება რა. და მე აქ რამდენი გეიმებიც არ უნდა ვწერო, ყველა უყურებს ერთი და იგივე ობიექტს. ანუ ობიექტის ასლი ყოველთვის არის 1, ერთადერთი. და რამდენი ცვლადიც არ უნდა ვქმნა, ყოველთვის უყურებს ერთ ინსტანსს რა. ანუ კლასის შემთხვევაში მე თუ შემიძლია რომ თუ პირველ game 1-ისთვის ცალკე შევქმნიდი game 2-ისთვის ცალკე გეიმები ექნებოდათ. აქ გეიმი ყოველთვის იქნება ერთი და იგივე და სულთად ახლა game 3-დან რომ დავამატო ეს მაინც შედეგს ერთი და იგივეს მივიღებთ, იმიტომ რომ ერთი და იგივე ასლზე მუშაობს ეს ყველაფერი რეალურად რა, ანუ ობიექტის გამოყენებით შეგვიძლია ესეთ რაღაცა გავაკეთოთ, რომ ყოველთვის იქნება ერთი ობიექტი და რამე, ანუ სადაც არ უნდა დაუძახო ამ გეიმს, ყოველთვის ეს გეიმი მიაკითხავს იმ ერთ ობიექტს რა. ცალ-ცალკე არ შექმნის, მოკლედ ესეთი ტიპი გვაქვს წინასწარ გამზადებული მაგისთვის. უფრო კარგად რო გაერკვეთ, ამას შეგიძლიათ აი singleton pattern-ი დაარესერჩოთ რა არის და როგორ მუშაობს. ეგ singleton pattern-ი აქ ჩავაგდებ. ნუ მაშინ რესურსებში ჩავაგდებ, მე classroom-ზე აგიტვირთავთ, რამე დოკუმენტაციებს მეც მოვძებნე მაგაზე, კარგი დოკუმენტაცია რაც იქნება და აგიტვირთავთ, რომ თქვენთაც ნახოთ, მაგრამ ესეთი მიდგომა გვაქვს singleton-ი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ რაღაცა ტიპი ერთადერთხელ შევქმნათ. კარგი, ესეც აქ ობიექტზე რამე კითხვა ხო არ გაქვთ კიდევ?
ნუ აქ ერთი ნიუანსი ისაა მეგობრებო ობიექტზე, რომ იდეაში ობიექტში ესეთი რაღაცები არ გვჭირდება ხოლმე რა. ეს ცვლადი არ გვჭირდება, იმიტომ რომ ისედაც ერთი ინსტანსია ობიექტის და პირდაპირ შეგვიძლია game-ერთის აგერ აი game add point-ი გავაკეთოთ ესეთანაირად რა. ანუ პირდაპირ ინსტანსების ქმნის გარეშე. ესეთნაირად. და აქ მე შეგვიძლია ამ game-ის point-ები დავპრინტოთ პირდაპირ ესეთნაირად რა. და მივიღებთ 5-ს. ნუ ერთხელ დავპრინტოთ, ეგეც საკმარისია. ხო, მაგრამ რა იქნებოდა მაგალითად ესეთ შემთხვევაში რა გვექნებოდა, რომ კლასის თვის გამეკეთებინა დავუშვათ ესეთი რაღაც. ეხა რას მივიღებდი, რას დამეპრინტავდა? ერთი? 5. წინა შეხვედრებში ყველანაირად იქნება. არა. საკმაოდ ხონა შეინახოს როემატება. როემატება? ხო. გაუშვათ? ხო, ობიექტში ინახოს მაგრამ. რას? აი მოდი გავუშვათ. ნული. ვინმეს რამე აზრი ხო არ აქვს, რატოა ნული? ანუ აი პასუხიც რო ჩანდეს, დაიცა. აი რანში იყოს ხო? აი რატოა პასუხი ნული? ვინმეს ხო არ აქვს აზრი? ალბათ იმიტომ რომ პირობა შესულდა ზედა, მაგრამ მე ვფამო. ობიექტი არ არის შექმნილი, შეიძლება იყოს თუ ხო. ობიექტი შექმნილია. მოგაქვს რა ქვია. პოინტი მოგაქვს მარტო და ნულია. ხო, მაგრამ ნახე მე აქ ეს პოინტებს ხო ვაკეთებ? ხო, ეს პოინტის ნიშნულს იცხოვ ეგრე. ხო და ის იქ აბა ის დავიწყე. რა? ეს პოინტი დავიწყე. add point-ი რო დავბეჭდო units მომცემს, იმიტომ რომ add point-ი არ აბრუნებს არაფერს. აი, ეხა იქ unit-ი დაიბეჭდება იდეაში, Kotlin unit-ი. ნუ ეს არაფერს არ აბრუნებს ფუნქცია და მაგიტო. აი ფუნქციას როცა სადმე ხონა შეინახოს. ორჯერზე არა, მე რა მაინტერესებს, აი ეხლა რატო ხდება ისე რომ ნულს მიბეჭდავს იმის მიუხედავად რომ მე აქ 5-ჯერ მაქვს ის. აი ეხლა ამ კონკრეტულ სიტუაციაში რატო ამაზრებს ნულს როცა მე აშკარად add point-ებს ვაკეთებ. და მე-5, მე-6, მე-7, მე-8-ში? ანუ სხვადასხვა ობიექტი ხო არ არის? ხო, ანუ ყველგან სხვადასხვა ობიექტებია, იმიტომ რომ კლასია ეს. ანუ ნახეთ რა ხდება. საქმე იმაშია, რომ ეს არის კლასი და მე რო კლასზე ამას ვაკეთებ, ეს რეალურად კლასზე მე აქ ფრჩხილებს რო ხსნი, ეს ქმნის ახალ ობიექტს. შეიქმნა ახალი ობიექტი, რომელზეც გაკეთა add point. მე ისევ იგივე კი არ გამოიყენა, კიდე ახალი ობიექტი შექმნა. ანუ აქ ხარ რეალურად არის 6 განსხვავებული გეიმი რა. 6 აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული გეიმებია და ყველას უკეთებ add points რა. და მე რომ მე println-ში game-ზე ვაკეთებ points, ეს კიდე ახალ ობიექტს ქმნის, რომელშიც ნული იქნება იმის მიუხედავად, რომ აქ მე add point-ებს ვაკეთებ, მაგრამ აქ რო ახალი ობიექტი შეიქმნა, ახალ ობიექტში ხო სტანდარტულად ნულიდან იწყებ. Point-ებს რო ვეჭდავ, ვიღებ ნულს. და ობიექტი რო იყო, ობიექტზე იმიტომ მუშაობდა, რომ ობიექტში ობიექტი როგორც ვახსენეთ, პირველი ის რომ ფრჩხილები აქ არ იწერება, იმიტომ რომ ფრჩხილები არის კონსტრუქტორი და ეგ ქმნის ზუსტად ობიექტს და ობიექტის შემთხვევაში კონსტრუქტორი არ გვაქვს, იმიტომ რომ ობიექტი ერთადერთია და მაგას შექმნა არ ჭირდება, რა, ანუ ერთადერთი იქნება შექმნილი ავტომატურად, როცა საჭირო ჩათვლის შექმნის და იმ ერთადერთ ასლზე მიაკითხავს ყოველთვის, როცა დაგჭირდება რა, შესაბამისად, ამიტომ იყო რომ ობიექტის შემთხვევაში ეს მუშაობდა და ახლა აქ მივიღეთ 5-ს, იმიტომ რომ ერთადერთი ობიექტია და იმ ერთს უყურებს რა. ეს არის განსხვავება კლასსა და ობიექტს შორის. ანუ კლასი შეიძლება ბევრი განსხვავებული შეიქმნას, მაგრამ ობიექტი ყოველთვის არის ერთადერთი. ჩვეულებრივ კლასის დროსაც როცა პირველი იდეაში ხო არის ადრეთ ფრჩხილებს ქმნის კლასის დროს. კი. ეგეთ რაღაც შეგიძლია გააკეთო, ანუ ნახე რეალურად შეგიძლია კლასზეც მიაღწიო იგივე რაღაცას, რაც ობიექტ შეუძლია აქ რა. მან როგორ რაღაცა იცი, შენ შეგიძლია
კლასს გავუკეთო პრივატული კონსტრუქტორი. რითიც შენ ამბობ, რომ მე ამ კლასს უკვე ამ კლასზე ანუ ამ კლასის ობიექტს ვერ შევქმნი. ნახე, აი ეს ამაზე ხა არ შემოქმნილი ეს მიწითლებს. იმიტომ რომ პრივატული კონსტრუქტორია, ანუ ფრჩხილებს ვერ გაუხსნი. მაგრამ მაშინ რაღაცა შიგნით ვაკეთებ ხოლმე დამატებით ფუნქციებს და იქიდან შეგიძლია გათვალო, რომ აი მარტო ერთი ობიექტი შეიქმნას, რაღაცა იქ შეინახავ ცალკე ნალი გექნება ან რაღაცა და companion object-იან სადღაც და მოკლედ ეგეთ რაღაც შეგიძლია გააკეთო, მაგრამ რა გინდა ეგეთ რაღაც როცა ობიექტი არის. მაგრამ აქ თავარი იყო რომ გვენახა ობიექტსა და კლასს შორის რა განსხვავებაა და მოკლედ ეს განსხვავებაა ჩვენს ობიექტსა და კლასს შორის მეგობრებო. და იდეაში რამე მიკითხო, ყოველ გაკითხო. დავალება რა უქნება იმის რომ ცოტა ფილმი. დავალებას მოვიფიქრებ. რაც ესე ლექციაზე არ ვიფიქრებ ხოლმე მაგას, დავაკვირდები, გადავხედავ. ანუ რაღაცა ისეთი იქნება, რაც წინა ლექციაზეც რაღაცა რაც წინა რაზე? Rock paper scissors ეგ მობილური აპლიკაციების დროს მე. ან პრინციპში. აი არ გავართულოთ არ გვინდა. კაუჩე, რაღაცა ისეც ვიზამ, რაც წინა ლექციაზეც და ეხაც დავფარეთ. მაგრამ ერთი რაღაც რო იცოდეთ რა, რომ ეხა მაინც საწყის ბაზებს ვუვლით, ერთი გადარბენით ეს პირველი ორი ლექცია Kotlin-ზე გქონდა. რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ მობილური აპლიკაციები და შემდეგ ლექციაზე უკვე უშუალოდ მობილურ აპლიკაციებზე გადავალთ და უკვე ის სერიოზულ თემებს რო შევეხებით, ყველა დავალებაში რა თქმა უნდა ადეკვატურობის ფარგლებში იქნება შემოგდებული რაღაცა პატარა ჩელენჯი რა, რაც თქვენით რო გექნებათ გასარჩევენ, ისე არ ვიზამ რომ რაღაც ძალიან რთული იყოს რა. ადეკვატურობის ფარგლებში იქნება ეს ყველაფერი, დავაკვირდებით ან ახლა ლექცია როგორ წავა და რანაირად. რომ რაღაც ძალიან რთულის არ შემოვაგდო ხო? მიზანი იქნება ერთი, რომ ყველამ დამოუკიდებლად ვისწავლოთ ინფორმაციის მოძიება, იმიტომ რომ დეველოპმენტია ეს და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველაფერი იცის ზოგადად. და ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება დავალება შემოხდეს ისეთი სამსახურში, რასაც ჯერ არ გვიმუშავია და მზად უნდა ვიყოთ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოსაძიებლად. ამიტომ რაღაც ეგეთ პატარა ჩელენჯებს შემოვაგდებ ხოლმე, მაგრამ ძირითადად რა თქმა უნდა ყველაფერი ისეთი იქნება, რაც აუხსენ. ოკეი, ნუ იდეაში ეს იყო და შეგვიძლია დავამთავროთ, იმიტომ რომ გავიარეთ რა. და შემდეგ ლექციიდან უკვე უშუალოდ მობილურ აპლიკაციებზე გადავალთ. დავალებას მოვიფიქრებ და ჩაგიგდებთ. Keep in the comments.